და დანარჩენს მე მივხედავ ერთი ცოტა სხვანაირად კი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ნუ როგორც არის იგივე. უფალო მადლობა დღევანდელი ჩვენი შეხვედრისთვის, ამ ამინდისთვის, ჩვენი ამ შესაძლებლობისთვის ღმერთო აკურთხე ჩვენი შეკრება, ეს სიტყვა, რომელსაც გაუზიარებთ უფალო თუ იქნება იქით ამ მხრიდანაც რაიმე კომენტარი, სიტყვა, ყველაფერი იყოს შენი სულით, აქედანაც, იქიდანაც აღძრული, გაამზადე ჩვენი გულები უფალო საყვარელი. შენს ჭეშმარიტებას და შენს ნებას, შენი ძვირფასი სახელის სადიდებლად. მადლობა შენ ერთადერთო და ჭეშმარიტო ღმერთო, ყველა სიმაგრე, ყველა ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტეს ჭეშმარიტების შემეცნებას, იესო ქრისტეს სახელით იქნას პარალიზებული და აღსრულდეს მხოლოდ ნება შენი ზეცირო მამა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ. კარგით, ბატონებო და ქალბატონებო, დიდება უფალს. დღეს ჩვენ აი ასეთ თემაზე უნდა ვისაუბროთ. რატომ დუმხარ უფალო? და არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩვენ ეს კითხვა გვიჩდება. რატომ არ გველაპარაკება ღმერთი? არადა წმინდა წერილში წერია, რომ ის არ არის კერპი, ის არის ცოცხალი ღმერთი, რომელიც ხედავს, ისმენს, ლაპარაკობს და სწორედ ამით გამოვირჩევით ჩვენ მისი ხალხი, რომ გვაქვს მოლოდინი დაგველაპარაკოს ღმერთი, მაგრამ ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი გამოცდილება. საკუთარი გამოცდილება მშობლებთან ურთიერთობაში, შვილებთან ურთიერთობაში, მეუღლესთან ურთიერთობაში, მეგობრებთან ურთიერთობაში და აი ეს გამოცდილება ხშირ შემთხვევაში ჩვენ გადაგვაქვს ხოლმე ღმერთთან ურთიერთობაშიც. თუმცა რამდენად სწორია ეს წერილის მიხედვით, ეს სამსჯელო საკითხია, იმიტომ რომ უფალთან ურთიერთობა ჭირდება სწავლა. რა თქმა უნდა, ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება გარკვეულწილად გვეხმარება უფალთან ურთიერთობაში, მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ უფალთან ურთიერთობა მისი სიტყვის მიხედვით და მისი სულის მორჩილების მიხედვით უნდა ავაშენოთ. საფუძველი აი ამ ურთიერთობის უფალთან არის სიყვარული და ეს სიყვარული უპირველეს ყოვლისა მოდის უფალი იესო ქრისტესგან, ზეციერი მამისგან. იმიტომ რომ მან გადაწყვიტა, რომ თავისი სიყვარულით განკაცდეს, მოვიდეს ამ დედამიწაზე, დაიმდაბლოს თავი, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი და გასაგები გახდეს. ასე წერია წმინდა წერილში, რომ აი ამ უკანასკნელ ჟამს ქრისტეში, თავის ძეში გველაპარაკა ღმერთი. ანუ სხვანაირად თუ ღმერთი არ დაგვიწყებს ლაპარაკს, თუ ღმერთი არ იმოქმედებს თავისი სიყვარულიდან გამომდინარე, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვეძებოთ, ვერ ვიპოვნით მას, იმიტომ რომ ის მიუწვდომელ სინათლეშია, სულ სხვა განზომილებაშია და სისხლსა და ხორცს არ შეუძლია ზეცის დამკვიდრება. თუ ღმერთმა არ განგვიცხადა, უფალი იესო ქრისტე ამბობს კიდეც, რომ მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. ვისაც მამა მოიზიდავ ჩემთან, მე მას გამოვეცხადები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები არის. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს საფუძველი არის სიყვარული და რატომ სიყვარული? იმიტომ რომ სიყვარული თავისას არ ეძებს. ღმერთმა ისე შეიყვარა წუთისოფელი ასე წერია, რომ მან გადაწყვიტა თავისი მხოლოდშობილი ძე წარმოეგზავნა ჩვენთან. აი ეს სიყვარული უნდა იყოს საძირკველი ჩვენთვის ღმერთთან ურთიერთობის, იმიტომ რომ თუ სიყვარულია ეს დაუმსახურებელი განზომილება, თუ გაცხადებული და გაცნობიერებული არ გვექნება, შესაძლებელია ჩვენ გვეგონოს, რომ გვეკუთვნის ღმერთთან ურთიერთობა, ან საერთოდ რაიმე გვეკუთვნის ღმერთისგან და ამ შემთხვევაში ჩანასახშივე მცდარი იქნება ჩვენი მოლოდინი ღმერთთან ურთიერთობის. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, რომ ჩვენ ღმერთთან ურთიერთობა ვისწავლოთ, იმიტომ რომ შესაძლებელია არასწორი მიმართულებით მივდიოდეთ და ღმერთი დუმდეს ჩვენს ცხოვრებაში. მე მომისმენია ქადაგებები და შეიძლება მეც გამომიყენებიდეს, რომ ღმერთი მუდმივად ლაპარაკობს, ჩვენ უბრალოდ მოსმენა არ ვიცით, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როდესაც უფალი პასუხს არ გვაძლევს, იმიტომ რომ მან უკვე თავის სათქმელი თქვა. იქნება ეს მონანიების საჭიროება, მხილება, იქნება ეს რაღაცის მორჩილების საკითხი და თუ ჩვენ ამ ნათქვამს ვერ ვიგებთ, არ ვიგებთ, არ ვემორჩილებით, ის დუმს, ის ტყუილად არ ლაპარაკობს აერში. მოციქული პავლე ამბობს, რომ აი ეს საძირკველი, რომელიც დაუდო ღმერთმა, ის ერთადერთი საძირკველია და სხვა საძირკველს ჩვენ ვერ დაუდებთ. ნახეთ პირველი კორინთელთა მიმართ წერილში წერია, მესამე თავში 10-15 მუხლები. მე ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით
როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა საძირკველი დაუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს, რადგან არავის ძალოდ სხვა საძირკველი ჩაყაროს, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე, ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას, თითოეული საქმე გამომჟღავნდება, ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს. ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს, ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან. აი აქ ჩვენ წავიკითხეთ, მოციქული პავლე ამბობს, რომ სხვა საძირკვლის დადება შეუძლებელია. ეს არის სიტყვა, რომელიც მოიტანა ღმერთმა. სიტყვა არის იესო ქრისტე და ამ სიტყვაზე გვეუბნება წმინდა წერილი, რომ აი ამ სიტყვის გარდა, იესო ქრისტეს გარდა სხვა საძირკვლის დადება შეუძლებელია. ანუ თუ ღმერთთან ურთიერთობა გვინდა, ჩვენ უნდა ვემყარებოდეთ მის სიტყვას. გამუდმებით უნდა ვსწავლობდეთ ღმერთის სიტყვას, გამუდმებით უნდა ვცდილობდეთ მის სიღრმეებში ჩასვლას, რომ აი ამ სიტყვიდან გამომდინარე შევძლოთ მასთან მიახლოება. ეს სიტყვა გვეუბნება, რომ მოდითო ჩემთან ტვირთმძიმენო და მაშვალნო, სწორედ ამიტომ გვაქვს მასთან მისვლის უფლება. ეს სიტყვა გვეუბნება, რომ იესო ქრისტემ იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა, სწორედ ამიტომ გრძნობთ ჩვენ ცოდვისაგან თავისუფლებას, ვინც იესო ქრისტე მივიღეთ რწმენით. თუ ამ სიტყვას არ შევისწავლეთ, თუ ეს სიტყვა არ იქნება ჩვენი დასაყრდენი, საფუძველი არ გვექნება ღმერთთან მისასვლელი. ამიტომაც მოციქული პავლე ამბობს, რომ არ შეიძლება სხვა საძირკვლის დადება, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში რაღაცას ვაშენებ ჩვენ ყველანი. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მართლმადიდებელი ხარ, ბაპტისტი ხარ, 50-იანელი, პროტესტანტი, კათოლიკე თუ ვინ ხარ, ბუდისტი თუ მუსლიმი. ყველა რაღაცას ვაშენებთ, მაგრამ როგორც წავიკითხეთ კორინთელთა მიმართ წერილში, მოციქული პავლე ამბობს, დადგება დღე, როდესაც ჩვენ სულ ყველანი გამოვიცდებით და ჩვენი ნაშენები გამოიცდება. და თუ ნაშენები აღმოჩნდება, რომ არ არის იესო ქრისტეზე, რომელზეც წერია მისი სიტყვა, ხო გამოცხადებაში პირდაპირ გვეუბნება, ეს არის სიტყვა უფლისა. იოანეს სახარებაში წერია, რომ სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ადამიანთა შორის, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა, ანუ ეს ძველი ამბავია ჩვენთვის კარგად ცნობილი, რომ სიტყვა არის ღმერთი და ეს სიტყვა შენივთდა და მოვიდა იესო ქრისტეს სახით ამ დედამიწაზე. ახალს არაფერს ვამბობთ. იესო ქრისტეა ეს სიტყვა და თუ აი ამ სიტყვაზე არ ეფუძნება ჩვენი ნაშენები, ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც ვაშენებთ ღმერთთან, მოციქული პავლე გვეუბნება, რომ გამოიცდება ერთ დღეს ეს ყველაფერი და ვერ გაუძლებს უბრალოდ. ზოგიერთები შეიძლება გადარჩნენ და მე ვფიქრობ, აქ მაღლიდან შობილ ადამიანებზეა საუბარი, მაგრამ გადარჩებიან ისე, რომ საქმეები არ შერჩებათ. ის საქმეები, რომელიც ნაყოფებად უნდა დარჩენილიყო საუკუნოდ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვცდილობთ ამ ურთიერთობის აშენებას ღმერთთან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად იესო ქრისტე როგორ ურთიერთობდა ადამიანებთან და ერთი ადგილი მინდა დღეს ავიკითხო, აი სიროფინიკიელი ქალის მაგალითი, ჩვენ ის მოკლე მონაკვეთი დავწერე კიდეც ქრისტიანთა ჯგუფში, ბრუკლინის ქრისტიანების ჯგუფში, როდესაც ჩანს, რომ იესო ქრისტეს მიმართავდა ერთი ქანაანელი ქალი და ის დუმდა. და რატომ იყო ეს დუმილი? აი საინტერესოა რა ეტაპები გაიარა ამ ქალმა, რომ იესო ქრისტესგან მის ცხოვრებაში რაღაცა კურთხევა მიიღო, პასუხი მიიღო ლოცვაზე. და აი ამ მაგალითზე მინდა რომ ჩვენ შევისწავლოთ. ეგეთ ჩვენც გვჭირდება აი ამ ეტაპების გავლა ჩვენს ცხოვრებაში, რომ რაღაცას, რასაც ველტვით, რაზეც ვლოცულობთ, დავინახოთ და ვისწავლოთ იესო ქრისტესგან, გავიმეოროთ, მოვიტანოთ შესაბამისი ნაყოფები და მოვისმინოთ მისი ხმა, მისი პასუხი ჩვენს ლოცვაზე. ნახეთ მათეს სახარება მე-15 თავი, 22 მუხლიდან. და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეღაღადა მას. შემიწყალე უფალო ძეო დავითისა. ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია. ნახეთ, როგორი რთული სიტუაცია აქვს. ეს არის ქანაანელი ქალი, რომელიც არის წარმართი, ის არ არის ისრაელიანი, მაგრამ გაიგო, რომ იესო ქრისტე არის
ყოვლის შემძლე წინასწარმეტყველი. ნუ მოდი ასე ვთქვათ. ალბათ არ იცოდა რომ მესია იყო, ამას ბევრი ვერ ხვდებოდა იმ მომენტში. გაიგო და მას მოუნდა რომ მისულიყო იესო ქრისტესთან და მისგან კურნება მიიღო თავისი შვილისთვის. როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს. პატარა შვილი ყავს, ეშმაკეულია. ნახა იესო ქრისტე, ხედავს რომ ის დავითის ძეა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია, შემიწყალე ეუბნება. მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. წარმოგიდგენიათ, აი უყურებს იესო ქრისტეს, თხოვს რაღაცას და იესო არც კი თulis საჭიროდ რომ მას ხმა გასცეს. მოდი გავაგრძელებთ საკითხვას და შემდეგ ნაწილი გავიხილოთ ყველა ეტაპი. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს, გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოკვირს. ნუ თუ მოწაფეების ხასიათს გავიხსენებთ, პირველ რიგში ის უნდა გაგვახსენდეს, რომ ისინი ძალიან კაცრები იყვნენ და აი ცოტა ხნის წინ მაგალითად იესო ქრისტეს თხოვდნენ, რომ მთელი სოფელი გადაეწვათ იმის გამო, რომ იმ სოფელში იესოს ადგილი არ მოინახა. მეორე თუ იმას გავიხსენებთ, რომ ქანაანელები არ არიან ისრაელიანები, საერთოდ ებრაელებს არ უნდათ ურთიერთობა ურჯულო ხალხთან. ეს ის პერიოდია, ეს მათ ეთაკილებათ, გაუწმიდურებას ერიდებიან, მაგრამ რაღაც ხდება, ეს ქალი იმდენი ხანი მიჰყვირის, რომ მოციქულები შეწუხდნენ და ნახეთ რა შეუგნებიან, აი მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს, გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოყვირის. ანუ ზურგი შეაქციეს. მიდიან ესენი თავის გზაზე, ეს ქალიც მიყვება და ზურგში მიყვირის. ანუ შეწუხდნენ მოციქულები. ვერ ვიტყვით, რომ დიდი სიყვარულით იყვნენ ანთებული ქანაანელების მიმართ. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ადამიანებადაც არ ცულიდნენ სხვა გარშემომყოფ წარმართ ადამიანებს მაშინდელი ებრაელობა. მან კი უთხრა პასუხად და ნახეთ იესო ქრისტეს პასუხიც როგორია. მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული. ანუ იესო ქრისტე ხას უსვამს იმას, რომ მე არ მოვსულ ვარ ქანაანელი წარმართებისთვის. რატომ უნდა მივხედო? მაგრამ ეს ქალი აგრძელებს. ნახეთ, მიდის მასთან, მივიდა თაყვანის ცა და უთხრა, მიშველე უფალო. ხოლო მან მიუგო, რა არის? არ არის კარგი შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. ნახეთ, აი შეწუხებული ქალი. წარმოიდგინეთ ცოტა ხანის სურათი, შეწუხებული ქალი ესმის, რომ ვიღაც ებრაელი წინასწარმეტყველი არის აღმდგარი, დადის სასწაულებს, ახდენს მკვდრებს, აცოცხლებს, ბრმებს თვალებს უხელს და ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია. მიდის და ეუბნება, შემიწყალე რა შვილი მყავს ეშმაკეული. ეშმაკეული მას ნიშნავს, რომ არაადეკვატურია, იქ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ხან შიშის მომგვრელია, ხან სახიფათოა, ხან რა და ხან რა იქ რო წაიკითხავთ, ეშმაკეულები როგორ იქცეოდნენ, ან ეხლა როგორ იქცევიან, მიხვდებით ეს ქალი რა დღეში იყო და ბოლო იმედი არავინ მისი მშველელი არ არის. და ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს თანაგრძნობა, იესო ქრისტე პასუხსაც კი არცემს. მაგრამ ეს ქალი აი არცაც წასასვლელი არ აქვს და ზურგში მიჰყვირის, შეწუხდნენ მოციქულები, ეუბნებიან, რომ მოყვირის რა ზურგში და გაუშვი რა ეს ქალი. ისიც კი არ უთხრეს, რომ მიეცი შეუსრულე თავისათხოვე, გაუშვი ახლა, ვერც უბედავენ, არც კი ფიქრობენ, რომ უნდა ან შეიძლება უნდოდეს იესო ქრისტეს მისი შვილის განკურნება. და იესოც პირდაპირ ლოგიკურად პასუხობს, მე ვარ მოსული ისრაელის სახლის შვილებთან, ამასთან რა კავშირი მაქვს? ჩვენ შეიძლება ხანდახან ეს უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ აქვს ამას თავისი მიზეზები და მეტნაკლებად ამას შევეხებით. ბოლოს, როდესაც მიუახლოვდა მაინც და ნახეთ, მივიდა ეს ქალი, არ წყვეც, ნახეთ როგორი დაჟინებულია. მივიდა თაყვანის ცა. უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ქანაანელები ისრაელის ღმერთს თაყვანს არ სცემენ. მით უმეტეს ვიღაც წინასწარმეტყველს. არ იცის ახლა ამ თალმა ეს მესია თუ არა, ჩვენ არ ვიცით ახლა ბოლომდე როგორი წარმოდგენა ქონდა, მაგრამ ერთი რამ ვიცით, რომ ის ხედავს, რომ იესო არის შემძლე მისი შვილის განკურნების და მას ამის წამს. ამიტომ ის გადაწყვეტს, რომ თაყვანის წეს. თაყვანის ცემაში რა მოიაზრება, ამასაც ვიტყვით კიდევ. მაგრამ იესო ქრისტე ნახეთ რას პასუხობს. არ არის კარგი შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. იესო ქრისტე ამბობს, რომ
ეს კურთხევები, რასაც შენ ითხოვის, ღმერთის შვილებისთვის არის. განკურნება, შეწყალება, ცოდვების პატიება და ეს ჩვენთვის კარგი ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის შვილები ვართ. იესო ქრისტეს არ უთქვამს, რომ არ შეიძლება ქანაანელმა მიიღოს ან არ მიიღოს. იესო ქრისტე ამბობს, რომ შვილი უნდა იყო, რომ მიიღო. და ნახეთ რას ამბობს, არ არის კარგი შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო და დედაკაცი ეუბნება, უთხრა დედაკაცმა, დიახ უფალო, მაგრამ ძაღლების ხომ ჭამენ ნამცეცებს მათი ბატონების სუფრიდან, რომ ცვივა. ამ ქალმა უკიდურესად დაინგაბლა თავი, მას ძაღლი უწოდეს. არ ვიცი, აი მეგობრებო, ცოტა რომ წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ვინ შეძლებდა რომ აი ეს შეურაცხყოფა დაეთმინა. ხარ ვიცი იესო ქრისტე ასე როგორც ყავს გაცხადებული ამ ფორმით თუ გვეტყვის სად წავალთ, ალბათ ფეხებში ჩაუვარდებით, იმიტომ რომ ვიცნობთ ვინც არის და შეწყალებას შევთხოვთ. და ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ცოდვილი ადამიანები წყალობას უნდა თხოვდნენ იესო ქრისტეს, მაგრამ ამ ქალს რა გამოცხადება ჰქონდა იესო ქრისტეს? ეს ქალი მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ტკივილში, აი ამ პრობლემაში ძაღლს უწოდებენ, ეს ქალი თავს იმდაბლებს და იძახის, რომ კი ბატონო, თუნდაც ძაღლი ვიყო, მაგრამ ძაღლებსაც ხო რაღაც ხდებათ ბატონების სუფრიდან. ეს სხვანაირი დამოკიდებულებაა, თავს იმდაბლებს და მაშინ მიუგო იესომ პასუხად. აი ნახეთ, გაოცება იესო ქრისტესი. ჰოი დედაკაცო, დიდია შენი რწმენა, მოგეცეს რაც გსურს. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი. ეს მარკოზის სახარებაშიც არის აღწერილი ეს მოვლენა და ბავშვი განიკურნა. მაგრამ ხაზი რას მინდა გაუსვა, იცით? იესო ქრისტემ მთელი ეს ეტაპები ამ ქალის მასთან ურთიერთობის, მცდელობის თუ დიალოგის ჩათვალა ამ ქალის რწმენის შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. იმიტომ რომ რწმენის გარეშე საერთოდ შეუძლებელია ღმერთისათვის სათნოთყოფა და ჩვენ ამას წავიკითხავთ, რა თქმა უნდა. და თუ ადამიანს რწმენა აქვს, ეს რწმენა უნდა გამოიხატებოდეს კონკრეტულ ნაბიჯებში და ჩვენ აი ამ ეტაპებს ახლა განვიხილავთ უფრო დაწვრილებით. სხვა ადგილებიდანაც მოვიყვანთ წმინდა წერილებს, გავიხსენებთ რაღაც შემთხვევებს, მაგრამ ეს არის როგორც გზამკვლევი ჩვენთვის ქრისტესთან ურთიერთობაში და რატო ვლაპარაკობ აი ამაზე გაბოდილოთ, მე თქვენთვის მაქვს კიდევაც მონაყოლე, როდესაც განკურნებისთვის ვლოცულობდი დედაჩემისთვის და ვმარხულობდი და მაშინ გამომიცხადა ღმერთმა აი ეს ნაბიჯები ჩემს ცხოვრებაში და ამან ძალიან გამიადვილა ღმერთთან ურთიერთობა და ღმერთის ძიება ყველა საჭირო სიტუაციაში და როდესაც ვფიქრობდი რაზე უნდა მესაუბრა თქვენთან, მე გამიმახვილდა ყურადღება, რომ აი ამაზე უნდა მესაუბრა იმ წინა კვირის თემიდან გამომდინარეც და მოდით ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ, განვიხილოთ ის 4 ეტაპი, რომელიც დამალულია აი ამ პატარა მცირე მონაკვეთში ამ ქანაანელი ქალისა და იესო ქრისტეს შორის ურთიერთობის აღწერაში. ამ ადგილს დავინახავთ, რომ 4 რამ მოხდა, 4 ეტაპი იყო, რომლის გავლაც მოუწია ამ ქალს სანამ მისი შვილი განიკურნებოდა და რა კარგი იქნება მეგობრებო, თუ ჩვენც სანამ ჩვენ სათხოვარს დაგვიკმაყოფილებს უფალი იესო ქრისტე, სანამ ჩვენს ლოცვაზე გვიპასუხებს და ხანდახან ეს იწელება ხოლმე, ხანდახან დღეები, ხანდახან თვეები, ხანდახან წლებიც იწელება ხოლმე, გვეცოდინება რა ხდება, რა პროცესში ვართ. იმიტომ რომ როცა იცი რა პროცესში ხარ, ხო? გიადვილდება, იცით, აი ბავშვებმა იციან სკოლაში რომ შედიან 6 წლისებია რა, არის პირველი კლასი და ისიც იციან რომ უნდა დაამთავრონ 12 წლიანი პროგრამა. თუ აი ამ 12 წლიან პროგრამას არ დაამთავრებენ, შეუძლებელი იქნება უფრო მაღალი კლასის სასწავლებელში მოხვედრა და სწავლის უფრო უმაღლესი განათლების მიღება. სხვა საკითხია, რომ ზოგი ექსტერნად აბარებს, გამოცდებს, მაგრამ ეს პროგრამა
მაინც დასასრულებელია. ზოგი ახერხებს და 7 წელიწადში სწავლობს 12 წლის პროგრამას, ზოგი 10 წელიწადში, ზოგი 12 წელიწადშიც ვერ სწავლობს, მაგრამ გზამკვლევი გვაქვს და რა კარგია, როდესაც იცი საით მიდიხარ, იმიტომ რომ ეს გიადვილებს მოთმინებით გაერბინო შენი სარბიელი. ნახეთ, აი პირველი ეტაპი მათესახარების 15-ის 23 მუხლია. მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. არ ვიცი, ყოფილხარ თუ არა ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ძალიან ტკივა ლოცულობ და თითქოს უფალე დუმს. მე ვიცი, რომ ძალიან შეიძლება მტკივნეული იყოს ეს მომენტი. მე პირადად გამივლია ასეთი მდგომარეობა. აი ლოცულობ, თითქოს მარხულობ, თითქოს ისე მტკივა, რომ უფალე არ უნდა აყოუნებდეს, უნდა მოისწრაფოდეს ჩემკენ. სწრაფად უნდა მიწვდიდეს ხელს დასახმარებლად. თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ვარ და თითქოს მეტი დამხმარეც არავინ არ არის. ამ დროს მარტო აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი. ეს ქალი მარტო იყო პრინციპში. მოციქულებს ერთმანეთი ყავდათ. უფალმა ისინი დააკავშირა ერთმანეთთან, ორ-ორს უშვებდა. ეს ქალი მარტო ქანაანიდან მოვიდა იესო ქრისტეს მიახლა. ვიღაცები აჩუმებენ, ვიღაცები შეწუხდნენ და ეს ქალი ეძახის იესო ქრისტეს თავის უკანასკნელ იმედს და ის კი დუმს. ამ დროს ყველაზე რთული ეტაპია ჩემი აზრით. ყამირის გატეხვას გავს, იმიტომ რომ მარტო ხარ. ვერავინ განუგეშებს, უფალიც არ პასუხობს. უმრავლესობა მეგობრებო, აი აქ ეცემა ხოლმე. გახსოვთ ხო იესო ქრისტემ თესველის იგავიც მოგვითხროთ ჩვენ. არიან ადამიანები, რომლებიც გაიხარებენ ხოლმე სწრაფად უფალზე, რომ მოისმენენ სიტყვას, მაგრამ ხდება რაღაც მათ ცხოვრებაში, ეკლები ამოდის, საზრუნავები, პრობლემები ხდება და უმალვე ქრება ხოლმე ეს მათი სიხარული და მიდიან პარავს ეშმაკი მათ ღმერთის ცოდნის სიხარულს და იკარგებიან ისინი სამუდამოდ. აი ბევრი ადამიანი აი ამ პირველ ეტაპზე იკარგება ხოლმე. თავიდან ესმით, რომ იესო ქრისტე მოვიდა მათთვის მოკვდა, რომ ყოველი შემძლეა, რომ ყველაფერი შეუძლია, რომ არადიული სიცოცხლე არსებობს, რომ აქაც სასწაულები ხდება ეს ყველაფერი და სხვის ცხოვრებაში რომ ისმენენ რა მოხდა, მათაც აქვთ ეს მოლოდინი და რაღაცები კიდევაც ხდება მათ ცხოვრებაში, აი როგორც პატარა ბავშვს კამფეტებს ჩუქნიან ხოლმე, უსრულებენ რაღაცა ახირებებს, კაპრიზებს, როგორც იძახიან ხოლმე, მაგრამ დგება რეალური ტკივილის ჟამი, განსაცდელის ჟამი და მარტო რჩებიან, იმიტომ რომ ეს ასე არის ხოლმე განსაზღვრული ღმერთის მიერ. მარტო უნდა დარჩე შენი რწმენა და უფალი იესო ქრისტე. ანუ ყველაფერი რისი იმედიც გქონდა, უნდა გაგიქრეს. ადამიანებმა უნდა გიმუხტლონ, დედამ და მამამ ვერ უნდა გაგიგოს, ძმამ და დამ ვერ უნდა გაგიგოს. შეიძლება ძალიანაც უნდოდეთ, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რაც უნდა კარგი მოსიყვარულე მშობლები ყავდეს, და-ძმები, დედმამიშვილები, მეგობრები, მეუღლე, შვილები, იქნება მომენტი, როდესაც მარტო იქნები. იმიტომ რომ აი გეტირება, ტკივა და ვიღაცა გეუბნება, მითხარი რა გჭირს და ვერ მოუყვები. ვერ გამოხატავ ისე. არ დაგაკმაყოფილებ შენი მონათხრობი. და იცი რომ ისინი ვერ დაგეხმარებიან, აქ ღმერთი თუ ჩაერევა, თორემ სხვანაირად შეუძლებელია. აი აქ თუ ოდნავ გაიწელე ეს დუმილის დრო, არადა ხანდახან იწელება ხოლმე. შეიძლება ეჭვები მოვიდეს. არის კი საერთოდ ღმერთი. აი რა კარგია ამ დროს, როდესაც რეალურად მაღლიდან შობილი ხარ, რეალურად სული წმინდა ცხოვრობს შენში, რეალურად ღვთისმსულის ტაძარი ხარ. გარეგნული კი არ არის შენი რწმენა. შიგნით როგორც წერია, ყოველ მორწმუნეს საკუთარ თავში აქვს ეს მოწმობა. სული უმოწმებს ჩვენ სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ, იმიტომ რომ ეს ის ელემენტია, რომლის გაქრობაც ეშმაკსაც არ შეუძლია. ძალიან უნდა გვეტკინოს, ძალიან უნდა დაუბრმავდეთ, ძალიან უნდა გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება გარემოებებზე და ტკივილზე, თორემ შეუძლებელია ამის გაქრობა. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც მაღლიდან შობილი ხარ, იმიტომ რომ ამ სულით ღმერთთან ხარ შეერთებული, თუმცა მტერი აქ ჩასაფრებულია, შენ ლოცულობ და რო არ გესმის,
ხმა, პასუხი ის ეჭვებს გიგზავნის. ნახეთ, ადამი და ევა პირადად იცნობდნენ ღმერთს ედემის ბაღში, მაგრამ მოახერხა მტერმა მათი დაეჭვებაც კი, მით უმეტეს ჩვენი დაეჭვება, ჩვენ ხო ფიზიკურად არ გვინახავს ღმერთი. ჩვენი დაეჭვებაც შეიძლება მეგობრებო და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიხსენებდეთ ჩვენს პირველ შეხვედრას ღმერთთან. იმ განწყობას, იმ სულის მოწმობას ჩვენ შიგნით რო გვაქვს, რაც გაუკეთებია ყოფილა ეს მომენტები ჩვენს ცხოვრებაში და არა მხოლოდ ჩვენს ცხოვრებაში, აღწერილია წმინდა წერილში ღმერთის ძლიერი მამაკაცები, დედაკაცები, რომლებიც ისეთ სიტუაციაში აღმოჩენილან, რომ პასუხები არ ჰქონდათ. თუნდაც აი იობი ავიღოთ, მეგობრებო. იობი წუწუნებს, ხვირის ტკივა, ყველა შვილი ერთ დღეს დაეხოცა, ყველაფერი ერთ დღეს დაკარგა. და ეუბნება ღმერთო, სათხარ, ეძებს, ნეტა ერთი დამელაპარაკო. იობს გონია რომ მართალია და სამართალში უნდა ღმერთთან შესვლა, მაგრამ ღმერთი არ ელაპარაკება, უბრალოდ დუმს. და ღმერთი იობთან იმ მომენტში თითქოს. მოდი დანიელი გავიხსენოთ, აი პატარა ბიჭია. ღმერთი უყვარს. გადაასახლეს დევნილობაში და დამსაჭურისეს. წარმოგიდგენია პატარა ყმაწვილი ბიჭი, რომელიც ღმერთის მოესავია და იქ მისი რწმენა იცდება. იოსები ავიღოთ, ნახეთ, როგორი ხილვები აქვს, სიზმრები აქვს. რაღაცა დიდის მოლოდინშია და საკუთარი ძმები ყიდიან. დილეგში აი რა სიზმრებს ხედავს, თითქოს გამოცხადებებით რაღაცას ელაპარაკება თავის ოჯახს, დიადი მომავლის მოლოდინი აქვს და ის უბრალოდ გაყიდეს ძმებმა და წლები სხვისი მონა და არ ჩანს იქ რომ მას პასუხები აქვს. ასეთი პერიოდი შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში დადგეს და ეშმაკი ამას შეეცდება რომ გამოიყენოს და გვაეჭვოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ებრაელთა მიმართ წერილში აი ეს რწმენის თავი როა მე-11 თავში წმინდა წერილი სული წმინდა პირდაპირ გვახსენებს, ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისათვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, ანუ ქანაანელი ხარ თუ ვინც არ უნდა იყო, მით უმეტეს ღმერთის შვილი რო ხარ, თუ ღმერთთან მიდიხარ, აი აქ წერია, ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუძღავს მის მაძიებელს. მე გეტყვით, მე როგორ ვიმაგრებ ხოლმე თავს. მე ვიხსენებ ხოლმე იმ მომენტებს, როდესაც ღმერთი დალაპარაკებია ჩემს გულს. მოვლენება მითხავს, როდესაც ღმერთთან შეხვედრა მქონია სულიერი. ამით ვიხსენებ, რომ ღმერთი ჩემთვის რეალურია. ღმერთმა ხომ გამომისყიდა ცოდვისგან, შეცვალა ჩემი ცხოვრება ხარისხობრივად. მისი სული ჩემში ცხოვრობს. აი ამ ფაქტზე ვცდილობ ხოლმე ფოკუსის შენარჩუნებას. იმიტომ რომ აქ წერია, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის. აქ ურტყამს ესე იგი ეშმაკი, როდესაც დუმილია და შენს ცხოვრებაში არის მის ღმერთის ხმა, ანუ პასუხი არ მოდის შენს წლობით გაწერილ პრობლემაზე თუ თვეობით გაწერილ პრობლემაზე, ხო? ეშმაკი გეუბნება, კი რა? 21 საუკუნეა და უამრავი ადამიანი ასე არ ცხოვრობს. რა ღმერთი, რომელიღაცა კეთილი ბაბუა 3000 წლის წინ ჩაწერილი ბიბლიაში და ის ურტყამს აი ამ ჩვენს რწმენას, მაგრამ შენ უნდა გახსოვდეს, რომ ღმერთი არსებობს და თანაც წერია, ის მიუძღავს თავის მაძიებელს. შენ უნდა მოძებნო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. იცით, აი მე გავიხსენე დედაჩემის განკურნების ამბავი და როდესაც სუდად გახდა, მე ვლოცულობდი, ვმარხულობდი და თითქოს პასუხი არ იყო. და ძალიან სუდად იყო და მეშინოდა, მეც ახალი მორწმუნე ვიყავი. ერთი წელიწად ნახევრის და უამრავი ეჭვი მოდიოდა, მაგრამ ვიხსენებდი იმას, კი, მაგრამ ღმერთო, აი შენ არ გამანთავისუფლე საზღარი ცოდვების ტყვეობისგან, ცოდვების, რომლისაგან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე თავისუფალი ვიქნებოდი. ეს ხომ ვიცი ღმერთო, შენი ხმა ხომ მომისმენია უფალო. ხო მინახავს ზებუნებრივი ჩარევა და გამოვლენა შენი. ხო ვიცი რომ ხარ ღმერთო, ამას მაინც არ გაუშვებ ხელს. ვიცი რომ ხარ. ამას ვიმეორებდი, იმიტომ რომ აი აქ მირტყავდა, ახალგაზრდა კაცი ხარ, რას მოედები, ასეთ ფიქრები მომდიოდა. რას ეჭიდები?
არ ვიცი თქვენ მქონია თუ არა, მაგრამ ეს აუცილებლად მოდის ადამიანის ცხოვრებაში, იცი რომ შენი თვალები მიაფრო გარემოებებს, პრობლემებს და დაეჭვდე. მაგრამ ის გამოცდილება, იმის დასტური, რომ ღმერთი არსებობს, ეს ჩემ შიგნით მქონდა და ვიზახოდი ღმერთო, იცი რა, მე უკვე ვიცი რომ შენ ხარ, მე უკვე ეს ვნახე და მე მწავს რომ შენ ხარ ყოვლის შემძლე ღმერთი და მირჩევნია უფალო შენი ყოვლის შემძლეობა გამოვლინდეს ჩემს ცხოვრებაში და დედაჩემი განიკურნოს ვეუბნებოდი. წელიწად ნახევრის მორწმუნე ვიყავ. ან მოუკვდე, იმიტომ რომ მე რო დავეჭვდე ახლა და ვთქვა რომ შენ ყოვლის შემძლე ღმერთი არ ხარ, მაშინ ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს. მაშინ ყველა ტალღაზე, ყველა განსაცდელზე, ყველა გამოუვალ მდგომარეობაში უკან უნდა დავიხიო და ძალიან ბევრ რამეში მომიწევს კომპრომისზე წასვლა. მაშინ ისე უნდა დავემონო რაღაც გარემოებებს. მე იმის რწმენამ გამანთავისუფლა, რომ შენი ხელი ყოვლის შემძლეა ჩემს ცხოვრებაში და ყველა მორწმუნის ცხოვრებაში. ამიტომ ამას ვერ დავთმობ. მირჩევნია მოუკვდე. ან უნდა გამოვლინდე ღმერთო. მირჩევნია წამიყვანო შენთან. თუ არაპირებ ჩემთვის აი ამ სასწაულის ჩუქებას. ეს დღეები გრძელდებოდა და მე დღეები მარხულობდი და ერთხელ როდესაც ძალიან დიდი ეჭვი და შიში მოვიდა ჩემზე, დავდექი მუხლებზე და უთხარი, უფალო, არავდგები მუხლებიდან სანამ არ დამელაპარაკები და არ მეტყვი ღმერთო, რომ სწორ გზაზე ვდგავ. რომ შენ ხარ. ხო, რომ დღეს განკურნო, არ ხო, დღეს მომიხდინო სასწაული. უბრალოდ მითხარე, რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი კარგად იქნება, როცა იქნება. იმიტომ რომ ვეღარ ვერევი ამას და ვლოცულობდი და იცი თქვენ ზოგიერთებისთვის მაქვს ეს მოყოლილი. ამან მე ძალიან გამამაგრა, მე ახლაც თვალწინ მაქვს. უცებ ხილვა მქონდა მუხლებზე, სადაც ვიდექი აი ჩემი თვალების დონეზე უფალი იესო ქრისტეს თვალები ვნახე და ესე ცრემლები მოდიოდა და ხმას არ იღებდა. აი ეს ადგილი ვნახე მარტო. და წერილის ეს ადგილი გამახსენდა. ის დუმდა, მაგრამ ჩემთან ერთად იყო. და წერილის ეს ადგილი გამახსენდა. გახსოვს ის ქალი რომ ლოცულობდა. ლოცვა ხო, შემიწყალე მე ძეო დავითისაო. ვინაიდან ჩემი შვილი ქალიშვილი ეშმაკეულე, მე ვდუმდი, პასუხს არ ვაძლევდი. შენ ცხოვრებაში ეს ეტაპია და შენ ლოცულობ, მარხულობ ტკივა, მაგრამ მე ვდუმვარ. შენ ეს ეტაპი გაქვს, როცა ჩემი ხმა არ გესმის, მაგრამ აი შენ დამინახე რომ აქ ვარ, შენთან ვარ და ჯერ პასუხი არ მქონდა მიღებული, მაგრამ ამან ძალიან მანუგეშა, იცით? ამან რწმენა გამიათკეცა. წმინდა წერილში წერია, უნდა წამდეს რომ ის არის. და ეჭვი როცა გეპარება, უკან კი არ უნდა დაიხიო, ყველაფერი კი არ უნდა დაივიწყო, ფარხმალი კი არ უნდა დაყარო, უნდა უთხრა უფალს, რომ უფალო, აი უკვე კანკალებ, უკვე ფეხი მიცურდება ღმერთო. განმამტკიცე რწმენაში უფალო. უყვარს უფალს, როდესაც რეალურად ვაფასებ ჩვენ მდგომარეობას, უყვარს უფალს, როდესაც ვეუბნებით რაც გჭირ. ჩვენ არ გჭირდება მორწმუნეობანას თამაში. თუ გვეშინია, უნდა უთხრათ, რომ გვეშინია უფალო, გავგვამაგრე. თუ ეჭვები გვაქვს, უნდა უთხრათ, რომ ახლა ეჭვები მეძალება უფალო და გამამაგრე. გახსოვთ ერთი კაცი მივიდა და ეუბნება იესო ქრისტეს. შეგიძლია ჩემ შვილს უშველო, სხვათა შორის მასაც ეშმაკეული ყავდა შვილი და შემიძლიაო, თუ რაიმე შემიძლიაო, მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია და ეს კაცი ეუბნება, მწამს, მაგრამ მე იქ ვიაყოლებს, უშველე ჩემს ურწმუნოებას. და უფალმა უშველა მის ურწმუნოებას. თუ ეჭვი გეპარება, თუ გაიწელა შენი პრობლემა, თუ უფალი დუმს და ჯერ გამოსავალი არ დაგანახა, ნუ შეშინდები, ნუ დანებდები, ნუ ვიტყვი რომ ეს წავალ და მეც ქვეყნიურ გზას დავადგები. პირიქით უნდა იცოდე რომ ეს მხოლოდ შენ ცხოვრებაში არ ხდება. არის ხოლმე ეს პირველი ეტაპი, როდესაც უნდა გამოიცადოს შენი გადაწყვეტილების სიმტკიცე. რა გირჩევნია რომ უფალი არსებობდეს, თუნდაც არ ლაპარაკობდეს შენ ცხოვრებაში თუ გაიმართლო თავი და თქვა არ მელაპარაკება, ესე იგი არ არსებობს, წავალ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. იმიტომ რომ ერთხელ მე დამისვეს კითხვა და ეს ღირებულებების ამბავიც არის. როდესაც შემეკითხნენ, გწამს რომ იესო ქრისტე არსებობსო და მე ვთხარი, კი მეთქი და რა დარწმუნებული ხარ რომ არისო იესო ქრისტე და არ ვიყავი დარწმუნებული.
და მე ვთქარ, იცი რა, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ სახარება წავიკითხე თქო და ისე მომეწონა იესო ქრისტე. აი ვისურვებდი, რომ რეალური პიროვნება იყოს თქო და მადლობა უფალს, რომ გამოჩნდა ის ჩემს ცხოვრებაში. აი შენ რას ირჩევ? მაშინ როდესაც არ ჩანს იესო ქრისტე. შვებით ამოისუნთქე და იტყვი წავალ მაშინ და ყველა ცოდვას ერთად გავსინჯავ თუ დაგწყდებოდა გული და იტყოდი, ვახ, ღმერთო, რა კარგი იყო, მინდა რომ შენ იყო რა. ჩაიჭიდები ამას მაშინაც კი როცა ის დუმს. რა არის შენი ღირებულება, იმიტომ რომ როცა ის არ ლაპარაკობს, მაშინ იცდება შენი გული. შენ რა გინდა, შენთვის რა ღირებულებაა. მხოლოდ სასწაულის გულისთვის მიდიხარ იესო ქრისტესთან თუ ის არის ყველაფერი შენთვის, შენი სიწმინდე, შენი ღირებულებები, შენი თვისებები, შენი აწმყო, შენი წარსული და მომავალი. მას უკავშირდება ყველა. თუ იესო ქრისტესგან მხოლოდ რაღაცა სასწაულის მიღება გინდა, ადვილად დათმობ მას, როცა სასწაული არ იქნება. თუ ის არ შეგისრულებს ყველა ოცნებას, ყველა ფიქრებს, თუ სასწაულებს არ მოგიხდენს და ეს არის რის გულისთვისაც მიხვედი იესო ქრისტესთან, მაშინ ადვილად დათმობ მას, იმიტომ რომ შენ სარგებელს ეძებ მისგან, მაგრამ აი აქ როცა დუმს, აი აქ იცდება შენი გული. აი მაშინ ახალი მორწმუნე ვიყავი, მაგრამ იმდენად რეალური იყო უფალი იესო ქრისტე ჩემს ცხოვრებაში, რომ მე უთხარი უფალო, მე უთხარი ეს ღმერთის წინაშე ვამბობ და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, უთხარი უფალო, ახლა იმედ გაცრუებას, იმაში დაეჭვებას, რომ შენ ყოვლის შემძლე ღმერთი ხარ და ყველაფერზე დიდი ხარ. სიკვდილი მირჩევნია, ღმერთო და თუ არ აპირებ ჩემთვის სასწაულის მოხდენას, მე უკან ვეღარ დავბრუნდები იმ ცხოვრებაში. და მინდა ღმერთო რომ გამოჩნდე რა. და თუ დღეს არ აპირებ ამ სასწაულის მოხდენას, ის მაინც მითხარი რომ სწორ გზაზე ვდგავარ და აი ეს ხილვა მქონდა მაშინ. ეს ხილვა მქონდა და ზოგს ხილვა შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ უფალი ფიქრებში დაელაპარაკოს, სიტყვა გაახსენოს და ეს ხილვა მქონდა და ეს ქალი გამახსენდა. აი გახსოვს იმ ქალთან ჩუმად რო ვიყავი, ამ ეტაპს გადიხარ შენ. მეორე ეტაპი რა იყო? ეტაპი, როდესაც შენ ერთმანეთს ხვებს აღიზიანებს. ეს ჩემს ცხოვრებაშიც იყო, იცით, აი მე მართლა ძალიან ბევრი ფულიც უნდა და არც მქონდა, მაგრამ ყველა მეუბნეოდა წაიყვანე ექიმთან, წაიყვანე და მე ფულიც არ მქონდა, იმიტომ რომ მაშინ $12,000 უნდა და ეს იყო 98 წელი. და არ მქონდა ძალიან დიდი რომ უბრალოდ ოპერაცია გამეკეთებინა და ის არ ვიცოდით რა იქნებოდა. ეს მხოლოდ გადასახდელი ფული იყო და $12,000 კი არა, $12 არ მქონდა მე მგონი და მეუბნეოდი ღმერთო, რომც მქონდეს, რატომ უნდა გადავიხადო ამ ხელა ფული, როცა შენ ხარ ყოვლის შემძლე და ადამიანები ღიზიანდებოდნენ, მოვამბობდი, რომ იცი რა, მე მწამს ღმერთის და ღმერთი ყოვლის შემძლეა და ზოგიერთები იმასაც მეუბნეოდნენ, რომ შენ გახდებიო ცუდათო ამდენ მარხვალოცვაშიო. მე მგონი შენც გაუბერეო ზოგიერთები მეუბნეოდნენ. რომ შინაურები ვინც იცოდნენ რაშიც გავდიოდ. ეს მეორე ეტაპი არის, როცა შენი რწმენა, შენი ღაღადი, შენი აღიარებები შეიძლება ადამიანებს აღიზიანებდნენ. შეიძლება შენი ოჯახის წევრები იყვნენ, შეიძლება შენი უახლოესი ადამიანები იყვნენ. ზოგს ისიც აღიზიანებს, შენ რო ყოველდღე ბიბლიას წაიკითხავ, ესეც გააღიზიანებს, იმიტომ რომ თუ ის არ კითხულობს, ხო, ორი ვარიანტია, ან უნდა შენ გზაზე დადგეს და მაგალითი აიღოს, ან შენ უნდა დაქცინოს, იმიტომ რომ ღიზიანდება შენი სულიერებით. ეს როგორი რაღაცაა, იცი, ამ ხელს ადამიანებს ჩვენი რწმენა ავტომატურად თუ ჩვენ ვეჭიდებით აღმატებულს. გაიხსენეთ იობის ცოლი, აი იობი დაალპაკაცი ცოცხლად და მაინც ღმერთს ეჭიდება. მეგობრები მოვიდნენ ამ ხელენ, წაიკითხეთ იობის წიგნი, ვისაც არ გახსოვდა, ცოლი ეუბნება, საკუთარი ცოლი. რას ეჭიდები ამ შენ ღმერთს? დაგმე რა ღმერთი და მოკვდი და დაისვე. იოსების ძმები გავიხსენოთ, მეგობრებო, იოსები ხედავს რაღაცა სიზმრებს, რაღაცა დიდებულ მომავალზე წინასწარმეტყველებს ან სიზმრებს და ძმები ღიზიანდებიან. ასე წერია, რომ იმდენად შურდათ იოსების, რომ მასთან მშვიდობიანი საუბარი არ შეეძლოთ. ეს ნორმალური ამბავია, ისინი ისრაელის მამამთავრები არიან, საამაყო ხალხი არიან ახლა უკვე და ჩვენ ყველანი შევნატრით მათ ამ ხვედრს, როგორი დიადი მისია შეასრულეს და წარმოგიდგენიათ, განვითარების როგორ ეტაპზე იყვნენ ისინი. იმდენად შურდათ საკუთარი ძმის, რომ
მშვიდობიანი საუბარი არ შეეძლოთ მასთან. ამ თავისი აღიარებების, თავისი რწმენის, თავისი აღთქმაზე ჩაჭიდების გამო იოსები ჩააგდეს დილეგში. ჩვეულებრივი ამბავია. აი აქ მოციქულებიც გაღიზიანდნენ, ნუ ეხლა ესენი რაღაცა დიად მისიაზე ოცნებობენ, მეფე მოვიდა, მესია მოვიდა და ეს ქალი მიყვირის და შეწუხდნენ. და ეუბნება იესო ქრისტეს, ეუბნებიან, რომ მოყვირის რა და გაუშვი. ან გააჩუმიან რაღაცა, ან აუკრძალე. თუ თქვათ, რომ განკურნებო, არ უშუამდგომლია მისთვის. გაუშვი. და ჩვენთვის ეს მაგალითი უნდა იყოს. არ უნდა გავჩერდეთ მეგობრებო, თუნდაც ვიღაცეები ღიზიანდებოდნენ შენი, აი არსაიდან მოსული რწმენით ერთი შეხვედრით. თითქოს არალოგიკურია, თითქოს აი ჩვეულებრივი ამბავია, მედიცინა აქამდე მივიდა, ამხელა ფინანსური შესაძლებლობები არიან, შენ ვიღაცას აღიზიანებ, თუნდაც შენი უახლოესი მეგობარი იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ უფალი რაღაცას გიდებს გულში, თუ გჯერა რომ უფალი უნდა ჩაერიოს შენ ცხოვრებაში, ნუ შეგაჩერებს სხვა ადამიანების დევნა. იცით, აი ყოფილა ხოლმე შემთხვევები, როდესაც რაღაცა სიტყვის ერთი ადამიანი, რომ აი ღმერთმა ეს ჩამიდო გულში და მისი თანამორწმუნეები რაღაცა ისე დაუკომენტარებენ, ისე ჩაიღიმებენ, რომ რწმენას უნგრევენ ამ ადამიანს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ისეც უნდა მოხდეს მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ის საფასურია, რომელსაც იხდის მორწმუნე, ეს ჩვეულებრივი, ეს ისა ფულს ხო ვერ გაიღებ შენი რწმენის სანაცვლოდ. ეს არის რწმენა, როდესაც დაქცინიან, როდესაც იღლებიან, როდესაც შენი ტკივილის გაგონება არ უნდათ მარტო რჩები, რწმენია, დუმილია შენ სირგულივ, ხელმოსაჭირი არაფერი გაქვს. ეს მეორე ეტაპია და უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანები კი ვერ დაგეხმარებიან აქ, ძირითადად ხელშეგიშლიან, მაგრამ შენ უნდა გააგრძელო ღაღადი. რეალურად რა იყო? ეს ქალი მისდევს იესო ქრისტეს, მიყვება ზურგში. სადაც იესო იქაც მე, აი ურწმუნო ქალია ფაქტიურად, მაგრამ მე მგონი მოციქულებზე მეტად სწამს. მიდის იესო თავის მოციქულებთან და ეს ზურგში მიყვება. ყველაფერსაც არ აკეთებენ, მაგრამ მაინც მიყვება ზურგში. შენ როგორ ხარ? მე როგორ ვარ, როცა არ გვესმის იესოს ხმა, როცა ჯერ არ დაგვლაპარაკებია, როცა ჯერ არ აუსრულებია ჩვენი სათხოვარი, როცა ჯერ მისი ზებუნებრივი ჩარევა არ მომხდარა ჩვენ ცხოვრებაში, გავაგრძელებთ კი იესო ქრისტეს კუჩში მიყოლას. თითქოს ყველამ რო ზურგი შეგვაქცია, იესომაც კი მაინც გავყვებით იესოს. იცოდე, ეს ის ფასია ხოლმე. როცა უნდა გამოჩნდე შენ ვინ ხარ. ის კი არა იესო ვინ არის, შენ ვინ ხარ, შენ რა ღირებულებები გაქვს. შენ რამდენი ხანი გაყვები იესო ქრისტეს, ბოლომდე გაყვები, მოკვდები იმ ღირებულებებისთვის, რომელიც ირწმუნე, იმ იესოსთვის, რომელიც ირწმუნე, თუ როგორც კი გეტკინება, როგორც კი არ გიპასუხებენ ისე, როგორც შენ წარმოგიდგენია, მაშინვე დანებდები და უკან დაიხევ. მესამე რაც ჩანს აქ, კიდევ უფრო ამძაფრებს ეს ქალი. და ეს ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს, აი მათეს 15:25-ში უკვე მივიდა თაყვანის ცა და უთხრა მიშველე უფალო. ტკივა. მოციქულები ღიზიანდებიან. სავარაუდოდ გაიგონა რა უთხრა მოციქულებს იესო ქრისტემ, რომ მე ისრაელის სახლთან ვარ მოვლენილი. რას მეუბნებით ახლა და ეს ქალი ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ კი არ გაჩერდეს. ღებულობს გადაწყვეტილებას თაყვანის ცეს. ანუ თავისი ცხოვრება დაუქვემდებაროს იესო ქრისტეს. მის ხელთ გადასცეს. მიდის და თაყვანს ცემს და ეუბნება მიშველე უფალო. აი შენს ტკივილში იღებ კი გადაწყვეტილებას, რომ შენი პრიორიტეტი იყოს ღმერთის თაყვანის ცემა. მეგობრებო, აი ჩვენ ძალიან ხშირად ვადიდებთ ხოლმე უფალს. მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რო გვტკივა, ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე გადავერთვებით ხოლმე. ვიღლებით ხოლმე. ნაცვლად იმისა, რომ
უფრო მიეწებულ ფალს. იცით, წმინდა წერილში არის ამის უამრავი მაგალითი. აი, თუნდაც მოციქულები, თუნდაც პეტრე, როდესაც იესო ქრისტე ჯვარს აწვეს, საჭმელი შემოაგდა, მე წავედი სათევზაოდ და სხვებიც გაყვნენ მას სათევზაოდ. მიდიან სათევზაოდ და წავიდნენ და დაიწყეს თევზაობა. დაავიწყდათ ყველაფერი, რაც იესო ქრისტემ დაავალა, მაგრამ იქვე ნაპირთან იესო ქრისტე ელოდებოდა და სულ სხვა თევზისგან ამზადებდა, ვიდრე მათ მიერ დაჭერილი თევზისგან. იესომ უთხრა, მე არ მჭირდება თქვენი ამ ქვეყნიური მცდელობები. მე გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია, რატომ დანებდით ასე მალე? აი, პაულე ამბობს, რომ დემასმა შეიყვარა ოწუთისოფელი მეორე ტიმოთეს წერილში. მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს. რატომ შეიყვარა დემასმა წუთისოფელი რა? ყოველდღე ლოცულობდა და ყოველდღე იესო ქრისტე უსმენდა და უსრულებდა სათხოვარს და ამიტომაც შეიყვარა. არა, რაღაცა ისე არ წავიდა, როგორც დემასის მოლოდინი იყო. და ჩვენ ვიცოდეთ, რომ ეს შემთხვევით არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთი გვწვრთნის, მეგობრებო, რაღაც ისე არ მიდის ჩვენს ცხოვრებაში განზრახ, როგორც ჩვენ გეგმავთ, რომ გამოჩნდეს მე რას გავაკეთებთ, როცა ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ჩვენ გეგმავთ. მე როგორ მოვიქცევით, როცა ყველაფერი ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ ასრულდება. აი, იოსები ამისთანაც სიზმრებს ხედავს, რომ ყველა ეთაყვანება რაღაცა ღმატებულია და მას მონობაში ყიდიან. მე იქ ავიწროებენ. იქაც იმ მონობაშიც, ხო, როდესაც ფოტიფარის ცოლი ეუბნება, რომ ჩემთან დაწექიო, იოსები ამბობს, რომ არ შეიძლება ღმერთს როგორ უღალატო. ღმერთის მცნებას ვერ დავარღვევ და ნაცვლად იმისა, რომ ღმერთმა უშველოს, იცით რა ხდება? მას ცილს სამებენ და ციხეში აგდებენ. ყველაფერი ტრიალებს უღმა და პასუხი არ არის რატომ? უფრო მეტიც, მეგობრებო, დანიელზე ხო თქვით, აი დაასაჭურისეს, ღმერთის მოშიში კაცია დაასაჭურისეს და ხან მის მეგობრებს ღუმელში აგდებენ, ხან ხარში აგდებენ დანიელს იმის გამო რომ ლოცულობს და რა უნდა თქვას კაცმა, ღმერთო, შენი გზა ავირჩიე, შენი ერთგულება მინდოდა და შენ ასე მეკცევი, ლომების ხაროში აგდებინებ ჩემ თავს? ან მასაჭურისებენ? ან ყველა მიკვდება იობის სათქმელი რო თქვა? ან იცით რა, აი იაკობი, წარმოიდგინეთ, იოსების მამა. წლების განმავლობაში იაკობი თვლის, რომ იოსები მკვდარია. და როდესაც აღმოაჩენენ მისი ძეები, რომ იოსები ეგვიპტეშია და ცოცხალია და ფარაონის ტოლი კაცი გახდა და ჩამოვლენ და ეტყვია, რომ იოსები დიდი კაცია ეხლა და წამოდი მამა წავიდეთ. თუ გაქვთ შემჩნეული, იმ ღამით ელაპარაკება ღმერთი იაკობს და ეუბნება, იაკობ, ნუ გეშინია ეგვიპტეში წასვლა. წადი, ჩემგან არის ეგ. იქ გაქცევდით ხალხად. ისმის კითხვა 14 წელიწადია კაცი. ძაძა მოსილია და გონია, რომ თავიშვილი მკვდარია. ღმერთის ხმის მოსმენა ნასწავლი აქვს, ღმერთთან აღთქმაშია შესული. იცის ღმერთთან ურთიერთობა, იაკობია ბოლოს და ბოლოს, მამა მთავარი, ისაკის ძე, აღთქმის ხაზი მასზეა. ისმის კითხვა 14 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ღმერთმა იაკობისთვის თქმა, რომ შენი ძე ცოცხალია და ნუ ნერვიულობ იაკობ? ნუ ხარ სულ გამწარებული? მაგრამ არ თქვა არაფერი. წარმოგიდგენიათ? რა ხედვები, რა გეგმები და ღმერთი დუმს. მაგრამ იაკობს კი არ უთქვამს, რომ რა ახლა მაშინ რაღაცა არ არის სწორად, ამიტომ მოდი მე ჩემი ცხოვრებით ვივლი. არა. მან გააგრძელა მაშინ ცხოვრება. იოსებმა გააგრძელა მაშინ ცხოვრება. ბოლომდე უარდგულა პოტიფარს და ციხეში დაიჭირეს. იქაც ორი მინისტრი ზის მასთან ერთად. თხოვეს სიზმრების განმარტება და ერთმა გაბრაზებულმა ფაქტიურად არ მიიღო იოსები. მეორე კი ღებულობს და იმასაც ავიწყდება. მოლოდინი ჰქონდა ალბათ. უთხრა კიდეც, რომ გახვალ გამიხსენე და გავიდა და დაავიწყდა და 2 წლის მერე ნახულობს ფარაონის სიზმარს. აი ამ პერიოდში რა ხდება იოსების? იცით, აი ამ მაგალითზე ძალიან კარგად ჩანს. მე არ ვიცი იმ ქალის გულში რა ხდებოდა.
მაგრამ იოსების ცხოვრებაში რა ხდებოდა ძალიან კარგად ვიცი. წარმოიდგინეთ, 17 წლის ყმაწვილია მონობაში გაიყიდა უდიდეს მომავალს უმზადებს ღმერთი და რატომ ვიღაცის მონობაში ისწავლა მთელი მისი ყანების და მთელი მისი სახლის მოვლა პატრონობა და მოურავობა. ყველაფერი ააყო, გამოცდილება შეიძლება. წლები ცხოვრობს და მეურნეობას აქცევს ყურადღებას. და მე ვგებულობ ჩვენ ამას, რომ იოსებს ეს დაჭირდება მთელი ეგვიპტის მართვაში, ეს გამოცდილება ჩვენ ეს არ ვიცით. მე მიდის და ციხეში ხვდება. და იქ მეფის მინისტრებთან ურთიერთობას სწავლობს, მთელი ციხის საქმეებიც იოსებს მიაბარეს, მართლწერა, სამართალი, აღებიცებობა, ისე რომ ციხის უფროსი, რომელიც ფაქტიურად ნოტარიუსიც იყო, მცველების უფროსიც იყო, კანონის დამცველიც იყო, ყველაფერი იყო. ასე წერია, რომ აღარაფერს აღარ აკეთებდა, ყველაფერი იოსებს გადააბარა. იოსებმა არ იცოდა, რას უპირებდა ღმერთი, მაგრამ ღმერთმა ძალიან კარგად იცოდა, რასაც უპირებდა. მეურნეობის და აგრარული სფეროს მართვაც ასწავლა, იურიდიული სფეროც ასწავლა, მინისტრებთან ურთიერთობაც ასწავლა, გამზადა ბოლომდე. მიუხედავად ამისა, მაინც იმაშიც გაატარა, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე არ ყოფილიყო დაიმედებული და როცა რკინა მიწვდა იოსების სულს, მერე ესიზმრება ფარაონის სიზმარი და მერე ეძახის ის მინისტრი, რომ ჩემს ცოდვებს ვიხსენებო დღეს. ერთი ყმაწვილი ბიჭი იყო, იმან იცისო სიზმრის განმარტება და დაუძახეს, გამოიყვანეს, განუმარტა სიზმარი და პრემიერ-მინისტრი გახდა ეგვიპტის. რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა გაამზადა. 17 წლის ბიჭი ამ განსაცდელების გარეშე მამის საქონელს რო დაუწყებდა იქ დარაჯობას, ვერ გახდებოდა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი. ან იაკობს რო დალაპარაკებოდა ღმერთი, რომ შენმა შვილებმა მოგატყუეს ცოცხალია და ამ და ამ კაცს ხავს იქ მონობაში ეგვიპტეში, როგორ ფიქრობთ იაკობი არ წავიდოდა? წავიდოდა, ალბათ დიდძალ ფულსაც წაიღებდა და გამოისყიდიდა თავის შვილს. უკან იმ ტყვეობიდან. და ღმერთის გეგმა ჩაიშლებოდა. ღმერთი დუმს ხანდახან, ნაცვლად იმისა, რომ გველაპარაკოს დაგვიყვაოს სასწრაფოდ ფუფუა მოგვირჩინოს, ხშირად განსაცდელს ემატება ხოლმე, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, მეგობრებო, რომ ღმერთი გვამზადებს რაღაცისთვის და გვასწავლებს და აი ამ ქალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავის ტკივილში, როცა დუმ დაიესო, როცა ის უარყვეს, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკან კი არ გაბრუნებულიყო, იესოს გაყოლოდა და თაყვანი ეცა მისთვის. თაყვანის ცემა ღმერთის ეს არის მთელი შენი ცხოვრების სამსხვერპლოზე მოტანა ღმერთისთვის. ეს არის მისი სამსახურის არჩევ. ამას ურტყამს ეშმაკი სწორედ. გახსოვთ იესო ქრისტეს უთხრა, რომ მე მეციო თაყვანიო და მთელ ამ სიმდიდრეს და ყველაფერს შენ მოგცემო, მეფე იქნებიო და იესო ქრისტემ რა თქვა? მხოლოდ შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მას ემსახურეო, ასეა დაწერილიო. იესო ქრისტემ რა აჩვენა იცი ამით, რომ მთელი სიმდიდრე კი არა, მთელი სამყაროს სიმდიდრეც კი ვერ შეედრება იმ პრივილეგიას ემსახურებოდე ღმერთს და მას ცემდე თაყვანს, იმიტომ რომ ღმერთი ასეთ თაყვანის მცემლებს ეძებს, სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანის მცემლებს თავისთვის. და ამ ქალმა საიდან არ ვიცი, მაგრამ ეს იცოდა და როცა ტკიოდა, როცა უთხრეს, რომ არა, მე ისრაელის სახლისთვის ვარ მოსული, არ მიატოვა, ზურგში მიყვება, მიხვირის და ესეც რო არ ჭრის, უკვე ყველა ღიზიანდება მივიდა, თაყვანის სადა ეუბნება, შემიწყალე უფალო. ეს თაყვანის ცემა, თაყვანს მე მგონი მოციქულებიც არ სცემდნენ ჯერ იესო ქრისტეს. იმიტომ რომ მათ ჯერ გაცხადებული არ ქონდათ კარგად ვინ იყო იესო ქრისტე. აი ამ ქალმა კი თაყვანი სცა. ნახეთ, იობი გაჭირვებაშია. ყველაფერი დაკარგა და ნაცვლად იმისა, რომ დაგმოს ღმერთი, როგორც თავისი ცოლი ურჩევს, ნაცვლად იმისა, რომ დანებდეს. ნახეთ, რას ამბობს იობის მე-19 თავში 25-27 მუხლები. მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომწყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე. ანიც რომ შემომეცლება, მაინც ჩემივე ხორცში ვიხილავ ღმერთს, რადგან თვითონ ვიხილავ მას, ჩემი თვალები იხილავენ და არა გული ჩემი გაილია ჩემში.
ნახეთ, იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გტკივა, მაშინ მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობებს ეს მომავალს ზოგადად ცხოვრებაში და ქრისტესთან ურთიერთობაში. აი, როდესაც ძალიან მტკიოდა მე და ეს მომენტი რომ დავინახე ამ ქალმა რომ თაყვანისცა, იმიტომ რომ ეს ადგილი გამიცოცხლა მაშინ ღმერთმა. მე ვთქვი ღმერთო, მე ვღებულობ გადაწყვეტილებას. რომ ახლა სახლში კი არ ვიყო ჩაკეტილი და ჩემს ფუფუაზე კი არ ვიტირო და ჩემს ტკივილებზე კი არ ვივიშვიშო და გელოდო როდის მიშველი, მოდი საქმის კეთებაზე გადავა. იცით რამდენჯერ ყოფილა აი შემთხვევები, როდესაც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრზე ვლოცულობდი და უფალს უთქვამს, რომ გაანებე თავი მაგისთვის ლოცვას და ილოცე ახალგაზრდებისთვის რომ გადარჩნენ. იესო ქრისტე ჯვარცმული როცა იყო ჯვარზე, იქ ვიღაცეები უბნეოდნენ, რომ ჩამოდი და დაამტკიცე რომ ღმერთის ძეხა. მაგრამ იესო ქრისტე რას ამბობდა, იცით? მაშინაც იმაზე კი არ ფიქრობდა, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა, იმას ამბობდა, მამაო, მიუტევე არიცი არასაკეთებენ. იცით, შენ თუ რეალურად თაყვანისცემა გინდა ღმერთის, შენ თუ რეალურად ღმერთის გულის მოგება გინდა, რა უნდა გააკეთო? აი, რა უნდა გააკეთო? გამუდმებით შენს ტკივილებზე უნდა იყო კონცენტრირებული, არა, შენ უნდა დაემსგავსო იესო ქრისტე შენს უფალს და იესო როგორი იყო? მას შიოდა, წყუროდა, სთავაზობდა ეშმაკი, რომ აი გამოიყენე ერთ ძალაუფლება შენთვის, ეს ქვები ყურებად გადააქცია, მაგრამ იესო ქრისტემ იცოდა რისთვის მოვიდა ამ დედამიწაზე. ის მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად. თუ ეს იქნება შენთვის უმთავრესი მიზანი, ხო? თუ ამისთვის იცხოვრებ, შენი თაყვანისცემა აუცილებლად ამაში გამოიხადე. იცი შენ რომ იმას ელოდო, როდის მოგიგვარდება ყველა პრობლემა და მერე თქვა რომ აი როცა ყველა პრობლემა მომიგვარდება, მერე ჩავდგები ღმერთო შენ სამსახურში, იცოდე რომ აი ჯადოსნურ წრეზე მოგიწევს სირბილი ათწლეულების განმავლობაში და მორწმუნეების პრობლემა სწორედ ეს არის ხოლმე ხშირად ეკლესიაში მოდიან, ღმერთს გაიცნობენ, რეალურად წამთ იგი, მაგრამ რატომღაც გონიათ რომ ღმერთი უპირველეს ყოვლისა მათი პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული და ეროდებიან, როდის მოუგვარდებათ ეს პრობლემები, რომ მერე რომ გავლენ სამშვიდობოს, მერე დაიწყონ ღმერთის მსახურება და რეალური თაყვანისცემა, მაგრამ ასე არ არის. სანამ შენი პრობლემა მოგიგვარდება, მანამდე უნდა სეთაყვანი ღმერთს, მანამდე უნდა ჩადგე მის სამსახურში, მანამდე უნდა მიუძღვნა მის მისიას შენი თავი. ასეთია იესო ქრისტე. მან უარი თქვა მეფობაზე, მოვიდა ბაგაზე იშვა და უარი თქვა საერთოდ თავის სიმართლის მტკიცებაზე, იმიტომ რომ ჩვენს გადასარჩენად მოვიდა და ჩვენ როდესაც ვინათლებით, ჩვენც ხო იმას ვამბობთ, რომ ჩვენც ვუკვდებით საკუთარ თავს და უცოცხლდებით შენთვის და ჩვენ ისთვის ვცოცხლდებით, რომ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ, მეგობრებო. იცით, აი, გამოგიტყდებით, ეს ადვილი საქმე არ არის, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით, მაგრამ აი 28 წელიწადია მორწმუნე ვარ და ამ 28 წლის განმავლობაში, როდესაც განსაცდელები მოდის, ჩემი პირველი რეაქცია არის ხოლმე ჩემი პრობლემების მოგვარება. მერე სადღაცა რაღაცა მომენტში შევფხიზლდები ხოლმე და გამახსენდება, რომ ჩემი თავი გვერდზე უნდა გადავწიო და ღმერთის საქმეს უნდა ვებძღვნა მთელი ჩემი არსებით. ვაკეთო ღმერთის საქმე. მიუძღვნა ჩემი თავი ღმერთის საქმეს. იმას რაც უფალმა დამავალა. უწინარეს ყოვლისა ვეძიო ზეციური სამეფო და მისი სამართალი. ის რაც იესო ქრისტეს უნდა და დანარჩენი შემოვლოდა. როგორც წერია წმინდა წერილში. აი წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ახლობელი ადამიანი რო ცუდად იყოს და აი სადღაც აქ ვიღაცა ექიმი გვეგულებოდეს და მიხვედი ამ ექიმთან და უთხრა, ჩემი შვილი ცუდად არის, ეუბნები და ეს ექიმი გეუბნება, კარგი რა შტორმია, ეხლა ვერ გამოვა. ეტყვი რომ აი მე მოგაკითხავ, ყველაფერს ვიზავ, აი რაღაცა სტუმრები მყავს და დასასვენებლად მჭირდება დრო და მე დაგასვენებ, საუკეთესო საგზურს გიყიდი, ყველაფერს გაგიკეთებ. ოღონდ შვილს მიმიხედე.
და რო გეტყვის ექიმი, რომ აი არ მცალია რა, ეხლა პრობლემებს მოვიგვარებ, კაი ამინდი გამოვა და გეტყვი, რომ შენ არ ყოფილიყარ ექიმი რა. ჩვენ აქ იესო ქრისტეს წარმომადგენლები. ჩვენ არ გვაქვს უფლება საკუთარ პრობლემებზე ვიყოთ კონცენტრირებული. ისე საკუთარ კომფორტზე და პრობლემებზე რო ყოფილიყო კონცენტრირებული, იესო ქრისტე ყველას ამოხოცავდა, საერთოდ არ მოვიდოდა ზეციდან, იქ დარჩებოდა. ის მოვიდა ჩვენს მოსაძებნად და გადასარჩენად. და თუ ჩვენ მისი მსგავსებანი და ხატებანი ვართ, ჩვენც ჯერ მისი ნების აღსრულებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და ეს ქალი ამას მიხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ზურგი შეაქციეს, მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანდნენ, ეს ქალი მიხვდა, რომ უბრალოდ თხოვნა საკმარისი არ იყო, მიიჭრა იესო ქრისტესთან და თაყვანი სცადა უთხრა, ჩემს ცხოვრებას შენს ფეხებთან ვდებ. ჩემს ცხოვრებას შენ გიძღო. მაგრამ ამითაც არ დამთავრებულა ყველაფერი. აი აქ, როდესაც თავს იმდაბლებ, რეალურად იწყება შენი განწმენდის ეტაპი. რეალურად იწყება იმის გააზრების ეტაპი, რომ შენ არაფერს არ ემსახურები იესო ქრისტესგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეც მქონდა ამის განცდა და ახლაც ვერ ვიტყვი, რომ არ ცდილობს მტერი შემოიტანოს ხოლმე თვითკმაყოფილება. ძალიან ბევრი ადამიანი იმის გამო, რომ კრებაზე დადის, ქრისტე ირწმუნა, გადარჩა, ლოცულობს, გონია, რომ რაღაცას იმსახურებს ღმერთისგან. მე შევსწრები ვარ ესეთ სიტუაციას, როდესაც ერთ ადამიანს უთქვამს, ამდენი ხანია ვგალობ, დავდივარ კრებულში, ვემსახურები ღმერთს და რა გამიკეთა ღმერთმა. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდესო, ჩვენ რო ეკლესიაში დავდივართ, ეს ღმერთმა გაგვიკეთა. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, ჩვენ რო ეკლესიაში ვართ, იმიტომ ეს კიდობანია, რომელშიც შენ გადაურჩები იმ მომავალ რისხვას, როგორც ნოეს დროს იმ კიდობანში გადაურჩენ. შენ რო ეკლესიაში ხარ, ეს ღმერთის საჩუქარია, შენ რო უგალობ, შენ რო ლოცვა შეგიძლია, შენთვის რო ღმერთი რეალურია, ეს ღმერთის საჩუქარია. შენი დამსახურება სულაც არ არის. არანაირი ჯილდო არ გეკუთვნის შენ იმის გამო, რომ მორწმუნე ხარ. იესო ქრისტემ თქვა, არავის არ შეუძლია მირწმუნოს, მე თუ მამამ არ მოიყვანა ჩემთან, მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. შენ რო გწამს იესო ქრისტე, ეს სულიწმინდის საჩუქარია. ეს მისი ნიჭია, რომ შენ გწამს იესო ქრისტე. ეს შენი ბილეთი კი არ არის წარმატებისკენ და გამარჯვებისკენ. ეს მისი საჩუქარია. ამიტომ დილით რო დგები შენს პრობლემებში, შენს გამოვალ სიტუაციაში და მაინც პოულობ ძალას რო ილოცო და ღმერთს უთხრა რომ ღმერთო დამეხმარე. უნდა გახსოვდეს რომ მადლიერი უნდა იყო ამის თქმა რომ შეგიძლია, იმიტომ ყველას არ შეუძლია, ზოგი უბრალოდ ღმერთს გმობს. ღმერთო, სადა ხარ თუ? რატო არ მეხმარები? ორი ავაზა კი იყო იესოს მარჯვნივ და მარცხნივ. განა თქვა იმან განსაკუთრებული ასეთი. თუ ღმერთის ძე ხარ, მიხსენი რა ყველანი რა. ანუ ვარი დაადროქეთ. შენ თუ ღმერთის ძე ხარ, რაღაცები. მიხსენი რა. და იმას ყავი კორტნიდა. ამ მეორემ კი თქვა, არ გხვენია, ჩემი სიტყვებით ვინტერპრეტირება ხარ. ეს კაცი მართალია, წმინდა, ღმერთს გვალებს უხელდა, ჩვენი გულისთვის მოგდა. კიდევ რას ემართლები? სიცოცხლე დადო შენთვის. და ეუბნება, არაფერს არ ვიმსახურებ, იესო, მაგრამ თუ გამიხსენებ, როცა მოხვალ შენი სასულთნელი და იესო ქრისტე რას ეუბნება? დღესვე ჩემთან ერთად იქნები 60-ში. ერთხელ ჩვენმა ეპისკოპოსმა დასვა კითხვა, ნეტა მართლმადიდებელი იყო თუ კათოლიკე იყო ის კაციო? გიგი უგულავა იყო ეკლესიაში მოსულ და ეგ არც კი მიფიქრიაო. კათოლიკებს გონიათ რომ მარტო კათოლიკები გადარჩებიან, მართლმადიდებლებს გონიათ რომ მარტო მართლმადიდებლები გადარჩებიან. და ის ავაზა კი ნეტა რომელი იყო დასვა კითხვა, მაგრამ რო არ გადაუხვიოთ. დანახვა იმ ღვაწლის, რაც იესო ქრისტემ გააკეთა, რომ ჩვენ არაფერს ვიმსახურებთ, არა ინფორმაციის დონეზე, გამოცხადების დონეზე ხსნის კაცს რეალურად.
რომ შენ გახდე ნამდვილად თავმდაბალი. იცით, აი ამ ეტაპზე რო გადამიყვანა იმ დღეებში, როდესაც მარხულობდი და ვლოცულობდი და გადავწყვიტე, რომ ღმერთის სამსახურში ვყოფილიყავი, რას ვაკეთებდი? იცით, აი მესამე ეტაპზე, თაყვანისცემის ეტაპზე, გავდიოდი ყველგან, სადაც კი მეგულობდნენ, საზღვარგარეთ ვიყავი ქართველები და ღმერთის სიტყვას ვუკადაგებდი ღმერთის სიტყვას. ველაპარაკებოდი იესო ქრისტეზე ადამიანებს და ამით გამოვხატავდი ჩემს თაყვანისცემას იესო ქრისტესადმი, მაგრამ ამ დროს რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, იცით? ყველაფერი გამორთული მქონდა, ტელევიზია, ჟურნალები, გაზეთები, მარტო ბიბლიას ვკითხულობდი, ვმარხულობდი ყოველ დღე, ვეძიებდი ღმერთს და იმდენი რამე დამანახა ღმერთმა. იმდენი რამე ამოყარა ჩემი გულიდან, აი რეალური შეხვედრა და თაყვანისცემა, როდესაც ხდება ღმერთის. როდესაც ღმერთის თანდასწრებაში მიდიხარ, რეალურად იმდენ ნაგავს აღმოაჩენ საკუთარ ფიქრებში და გულში, იმდენ ეგოიზმს აღმოაჩენ, რასაც უბრალოდ ვერ ამჩნევდი მანამდე. ამის განცდის გარეშე, მეგობრებო, ამის განცდის გარეშე შეუძლებელია რეალურად ღმერთის თანდასწრებაში აღმოჩენა. ღმერთი არის სინათლე და არავით არის სიბნელე არ არის მასში. თუ შენ გინდა რომ ღმერთის თანდასწრებაში აღმოჩნდე, მისგან ხმა მოისმინო, მოგიწევს ყურადღება გაამახვილო საკუთარ უწმინდურებაზე. იმიტომ რომ ბევრი რამეა, რასაც აი როგორც რენტგენი აღმოაჩენს ხოლმე, რისი აღმოჩენაც მოგიწევს საკუთარ გულში, საკუთარ მშვენიაში, საკუთარ ფიქრებში. ამოყრა მოგიწევს, აღიარება მოგიწევს. ღმერთო, აი აქ არასწორი ვიყავ. ღმერთო, აი აქ ეს ფიქრი შენგან არ იყო, შენთვის მიუღებელი იყო, იმ ადამიანს არასწორად მოვეკეცი. იქ რო ვამბობდი, რომ შენ მსახურება უნდა გაგიწიო, ჩემ ინტერესებს უფრო მივდებდი, ეგოისტი ვიყავი. ამის გაცნობიერების, გამოცხადების დონეზე, რეალურად გააზრების დონეზე დანახვის გარეშე შეუძლებელია ღმერთის განხმის მოსმენა. ხორცი რომ მთლიანად შემომეძარცვოსო, ამბობდა წერანიობი, ხომ გახსოვთ? მაინც ვიხილაო მე ვიხილაო მე. იცით, იობი სანამ ღმერთი არ ელაპარაკებოდა, აღმოჩნდა რატომ არ ელაპარაკებოდა, იცით? გახანი იობი იმას ამტკიცებდა, რომ მართალი ვარო, ღმერთს რო შევხვდებიო, დაუმტკიცებო, ნეტა კაცივით დამიდგებოდეს და დამელაპარაკებოდესო. გავიმართლებდიო ჩემ თავს, მართალი ეგონა, რომ არ იმსახურებდა იმას, რაც დაემართა. და განსაცდელებში ჩვენ ძალიან ხშირად ასე გონია, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ, ეს პერი გვიკეთებს და არადა წერია წმინდა წერილში, რომ ყველა განსაცდელი ჩვენს ცხოვრებაში მოდის ჩვენშივე არსებული გულისხმობის გამო, ეს არასოდეს უნდა დაგვაუწყდეს და შენ უნდა მიაგნო ამის ფესვს, რა არის, რაც იწვევს შენ ცხოვრებაში ამა თუ იმ განსაცდელს. იობმა იცით რა თქვა? მეგონა რომ ვიცნობდიო ღმერთს, თურმე ურმოყრით მცოდნია მის შესახებ. ჩვენ ამას შევეხებით და იმედი მაქვს, სანამ აქ ვარ, ამ 6 კვირის განმავლობაში აუცილებლად შევეხებით იობის ამ პრობლემას, მაგრამ ეს სხვა თემა და საკითხია. სანამ მართალი გგონია შენი თავი, ღმერთი არ გელაპარაკება. ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა, ქრისტე რო გამომაცალო, კაი არაფერი დარჩებაო ჩემში. მე დღესაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ბოლომდე ხვდება, რა თქვა, მაგრამ რაც თქვა ჭეშმარიტი თქვა, ჩვენ რომ ქრისტე გამოგვაცალოს ღმერთმა, კარგი არაფერი დარჩება ჩვენში და ამას გაცნობიერება ჭირდება, მეგობრებო. რაც უფრო რეალურად უახლოვდები ღმერთს, შეუძლებელია არ აღმოაჩინო, რომ უღმერთოდ არაფერს წარმოადგენ. თუ ვერ ხვდები, რომ ეს მისი წყალობაა, როცა ლოცულობ ეკლესიაში დადიხარ, ცოდვები, ნაპატიები გაქვს, მისი სიწმინდის მოძვიარე ხარ, მაშინ შენ გონია რომ იმსახურებ რაღაცას. გონია რომ ადამიანები გექცევიან უსამართლოდ, გარემოებებმა შეგიშალეს ხელი, არ გაგიმართლა, ვიღაცამ გიღალატა. არა, მეგობრებო, როცა შენ აღმოაჩენ საკუთარ
უძლურებებს, საკუთარ უკეთურობებს, ამას მოინანიებ, გაისუფთავებ შენს გულს, ღმერთი სხვანაირად დაიწყებს შენს ცხოვრებაში მოქმედებას. კი, ვიღაცები დაგაზიანებენ, დაგაზარალებენ, მაგრამ როცა ზეცა გადაწყვეტს, რომ შენ რაღაცით გაკურთხოს, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ გადაწყვეტილებას. მოდი სიმართლეს გაუსწოროთ თვალები. იოანე ამბობს, ადამიანს იოანე ნათლისმცემელი, იოანეს სახარებაში 3:27 მოხდა. ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია, თუ მაღლიდან არ აქვს მიცემული. ანუ მაღლა უნდა გადაწყდეს, ზეცაში უნდა გადაწყდეს, რომ შენ რაღაცა მოგეცეს. და თუ არ გადაწყვეტილა ამას მიზეზები აქვს და ეს მიზეზი დედა შენი არ არის, შენი დაქალი არ არის, შენი ძმაკაცი არ არის, შენი ოჯახის წევრი არ არის, შენი მეგობარი თუ თანამორწმუნე არ არის, შენი ცოლი და ქმარი არ არის. არ არის ამის მიზეზი ხარ შენ და ზეცა თუ ურთიერთობებს მოიგვარეთ ღმერთის სიტყვის მიხედვით. ჩვენ ვთქვით, რომ სხვა საძირკველი შეუძლებელია რომ დაიდოს. სხვა ვერაფერი ვერ გაუძლებს იმ ცეცხლს. თუ შენ მოაგვარებ ამ ურთიერთობებს ზეცასთან და ზეცა გადაწყვეტს, რომ შენ რაღაცა კურთხევა უნდა დაიმკვიდრო, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამას. როგორ შეიძლება იესო ქრისტემ გადამიწყვიტოს, რომ მე ვიყო კურთხეული და ჩემმა დედამთილმა გააჩეროს იესო ქრისტე. პირობითად ვამბობ. ანუ ღმერთმა გადამიწყვიტა, რომ მაკურთხოს და ისეთი მწარე დედამთილი მყავს, რომ იესო ქრისტეს პარალიზება მოახდინა და დავმარცხდით. ჩემი დედამთილის ბრალია, რომ მე ვცოდავ და ვიწყევლები. ხვდებით მეგობრებო, რა აბსურდია? თუ ღმერთი გადაწყვეტს, რომ შენ გაკურთხოს, ვერ დედამთილი, ვერც ექიმი, ვერც დიაგნოზი, ვერც ბებიაშენი, ვერც ძმაკაცი, ვერც ცოლი, ვერც ქმარი, ვერც შვილი, ვერც დაქალი, ვერც მეგობარი, ვერავინ ვერ შეაჩერებს ამ კურთხევას. მორჩა. მაგრამ იმის გააზრება არა დეკლარირების დონეზე, რომ ჩვენ რეალურად იესო ქრისტეს გარეშე ძაღლები ვართ, სოდვილები ვართ და არაფერს არ ვიმსახურებთ. რეალურად თავის დამდაბლება და თქმა, ჩემთვის კი არ ვიცხოვრებ. ეს არის თაყვანისცემა ღმერთის. თორე ესე დეკლარირებო თაყვანს გცემ უფალო, ბევრი შეიძლება ვილაპარაკო. თაყვანისცემა რა არის? შენ დებ შენ თავს ქრისტეს სამსხვერპლოზე. ანუ შენი ტკივილი კი არ გტკივა, ქრისტეს ტკივილი გტკივა, ქრისტეს რომ უნდა იმას აკეთებ, სანამ სუნთქავ. აი ამის გააზრება ანთავისუფლებს ღმერთის ძალას შენ ცხოვრებაში. ეს არა უბრალოდ დეკლარირების დონეზე რაღაცის აღიარება. ეს არის რეალურად თავის დამდაბლება. იოსებსაც ეგონა, რომ კარგი ბიჭი იყო. და თავის ძმებზე ენა მიქონდა მამასთან. უბრალოდ ერთი ენატანია ბიჭი იყო. და რამდენი რამის სწავლა მოუწია, როცა მონობაში გაყიდეს. და ბოლოს იცით რა უთხრა თავის ძმებს, თქვენ კი არ გამომაგზავნეთ რაღაც, მაგრამ ეს ღმერთმა თქვენს წინ წარმომგზავნა. თავიდან ბრაზდებოდა, ეტირებოდა, ტკიოდა, რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, მეც ვტირი ვარ იოსებთან ერთად მაგამბებზე. მაგრამ მიხვდა მერე, რომ ეს ძმები უბრალოდ ინსტრუმენტები იყვნენ ღმერთის ხელში და როგორც კი დადგა ჟამი, რომ იოსების ლოცვა შესმენილიყო, ციხიდან გამოვიდა და მეფე გახდა, პრემიერ-მინისტრი გახდა ეგვიპტის. იმიტომ რომ მან ეს ეტაპები გაიარა და ამ ქალმაც უთხრა, დიახ, უფალო, ძაღლიც ვარ. არაფერს არ ვიმსახურებ. შენ ხარ ვინც ხარ. თაყვანსაც გცემ, შენი სამსახურისთვისაც დადვარ. არაფერი კარგი არ გამაჩნია, მაგრამ მარტო ბატონებისთვის ხო არ ხარ, ძაღლებისთვისაც ხო გაქვს რაღაც. მიწყალობე. და იესო ქრისტე ამბობს, ჰოი დედაკაცო, რამხელა რწმენა გქონია. იცით, ყველა სფეროში ამ 4-ვე ეტაპის გავლა არ გვიწევს. იმიტომ რომ ზოგან უკვე გავლილი გვაქვს. სადღაცა ვიღაცასთან ურთიერთობაში შეიძლება მესამე ეტაპზე იყო. სადღაცა ვიღაცასთან ურთიერთობაში შეიძლება პირველ ეტაპზე იყო, რაღაცა საკითხზე ლოცულობდა დუმილია, რაღაცა საკითხზე ლოცულობდა, უკვე ღმერთი გეგმას გიცხადებს.
ყველა სფერო შენი ცხოვრებისა ერთნაირად არ იქნება, მაგრამ სადაც არის სფეროები, სადაც დუმილია, იცოდე რომ იქ უნდა გააგრძელო ღმერთის ძიება. კი არ უნდა გაჩერდე, უნდა გაყვე იესო ქრისტეს და უნდა უთხრა, უფალო იესო, არ გავჩერდები, იმიტომ რომ ვიცი რომ ხარ, ვიცი რომ შენ ყველა თავის მაძიებელს მიუძღავ, თაყვანს გცემ უფალო და ახლა აი ამ პრობლემას შენს ფეხებთან დებ და მითხარი, რა შინ მოგემსახურო, რა გავაკეთო ღმერთო. მე უთხარი უფალო იესო ქრისტეს. ღმერთო, რა გავაკეთო? და მაშინ უფალმა მითხრა, გადადი შეტევაზე. შენ ახლა თავს იცავ, როცა დედა შენის განკურნებაზე ლოცულობ და მარხულობ. გადადი შეტევაზე. გადი და სადაც ნახავ ქართველებს, ათენში ვცხოვრობდი. ყველას შეძლების დაგვარად უკადაგე ჩემი სახელი და სახარება. გავხდი ხან ფორმალზე მეპატიჟებოდნენ და შუა სუფრაზე ქადაგებას დავიწყებდი, ხან სპეციალურად ვიღაცასთან სხვა მისადგომი რო არ მქონდა, ნარდის თამაშს დავიწყებდი და ნარდის თამაშის დროს ვუყვებოდი ჩემ ისტორიას და ვუმოწმებდი. აგერ თამარმა სულ სხვა საქმეზე დამირეკა და ერთი სული მქონდა, როდის დავუმოწმებდი იესო ქრისტეზე და კი გვიზის, ახლა აგერ და გვისმენს, მადლობა უფალს თამადისთვის, ძალიან მიხარია. ეს არის ჩვენი ხვედრი მეგობრებო. ჩვენ იესო ქრისტეს საქმე უნდა ვაკეთოთ. და ერთხელაც აი უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და ვეუბნებოდი, უფალო, რა კარგი იყო ამ დედამიწაზე, რომ ფიზიკურად იყავი. მოვიდოდა კაცი შენთან აი ამ ქალებით, ერთი თაყვანს გცემდა და გელაპარაკებოდა. შეკითხებოდი გწამს, გეტყოდა მწამს და ინკურნებოდნენ ადამიანები. ახლა სადგეძებო, ერთი 10 დღე იყო რაც მარხულობდი და ახლობდი და უფალი მოულოდნელად დამელაპარაკა. ისეთი დასუსტებული ვიყავი, ლოგინიდანაც ვერ ვგდებოდი. ეს ჩემთვის არის ქრესტომატიული შემთხვევა. ამან მე იესო ქრისტესთან ურთიერთობის პრინციპი გამომიცხადა. და უფალი დაელაპარაკა ჩემს გულს ფიქრებში და აი ასეთი აზრები მოდიოდა. მაშინ ფიზიკურად ვიყავი ერთ ადგილას, ახლა ყველგან ვარ ჩემი სულით. შეგიძლია სულით მოხვიდე ჩემთან. და უთხარი, აჰა, მოვდივარ, განკურნე დედა ჩემი. და მითხრა, გწამს რომ შემიძლია. და უთხარი მწამს, მაშინ განმოდიდე და არ ვიცი საიდან მომეცა ძალა, ავდექი და დავიწყე ქებადიდება, ვადიდებდი, გალობდი. და მოკლედ რო თქვა, სასწაული მოხდა და დედა ჩემი განიკურნა. ისიც მითხრა უფალმა მერე, რატომ გაიწელა ეს დღეები, რატომ დუმდა თავიდან, რამდენი რამისგან გამანთავისუფლა, ყველაფერს აქვს ახსნა მეგობრებო. ეს სასწაული მოხდა და დედა ჩემის მორწმუნე გახდა და არა მხოლოდ დედა ჩემი, მისი შემოყვადრე კიდე სხვა ადამიანებიც, მაგრამ ჩვენ ცხოვრებაში ამა თუ იმ სფეროში ღმერთის დუმილს აქვს ახსნა მეგობრებო. და კი არ უნდა დავნებდეთ. უკან კი არ უნდა მივიქცეთ, კი არ უნდა დავეჭვდეთ, უნდა უთხრათ უფალო. ხო გამამწარა ამ გარემოებამ, ხო მატკინა ამ ტკივილმა. უფრო მეტად შეგიყვარ. უფრო მეტად გცემ თაყვანს, უფრო მეტად მოგემსახურები. შეტევაზე გადავალ ღმერთო, აბა მითხარი. რა გაუკეთო ადამიანებს? რა უნდა გაუკეთო? რასაც იესო აკეთებდა. ის მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად. თუ სადმე ნახეთ დაკარგული, ეჭვი რო გაქვს რომ მაღლიდან შობილი არ უნდა იყოს. მოუყევი იესო ქრისტეზე. ადამიანები ელოდებიან ხსნელს. და როდესაც შენ შეძლებ შენი ტკივილიდან ყურადღება გადაიტანო სხვის ტკივილზე და სხვის გადარჩენაზე, შენი იესო ქრისტეს ემსგავსები და რამდენჯერ ყოფილა ღმერთო, როცა ცუდად ყოფილვარ, სხვისთვის მილოცია და მე გამკურნალია. როცა სხვას უჭირს, სხვისთვის შუამდგომლობ და შენი პრობლემა გვარდება. სხვა ადამიანების გადარჩენაზე ლოცულობ და შენი ოჯახის წევრები ღებულობენ გადარჩენას. ასე ხდება მეგობრებო. იმიტომ რომ ადამიანმა უნდა დაცთესოს, რომ რაღაცა მოიმკას. იცი, როცა ეს 4 ეტაპი გამიცხადა ღმერთმა და თან ამას განკურნებაც მოაყოლა, გაოცებული ვიყავი და ღმერთს ვეუბნებოდი, ღმერთო, ესე ხო ყველაფერი შესაძლებელია. ესე ხო ადამიანს შეუძლია ყოველთვის გეძიოს, მოგიძღვნას შენი თავი, რწმენით იდგეს, ბოლომდე ილოცოს, არ დაეჭდეს და გამარჯვებამდე მივიდეს და უფალმა მითხრა, კი, მართლა მითხრა, კი, ასე მორწმუნისთვის
შესაძლებელია ყველაფერში გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ყველასთვის იმხელა ფასს გადაიხდი, რაც დედაშენისთვის გადაიხადე? ყველას ასე შეიყვარე? იცი, აი ადამიანები, ზოგიერთი ადამიანები ძალიან რო გიყვარს, მათთვის ყველაფერს გააკეთებ. ზოგიერთი ადამიანების ნაკლებ სიყვარულის გამო შეგუები 5-ჯერ ეტყვი, 6-ჯერ, ნუ არ მოდის და რა ვქნა. ამას წინათ ერთი პასტორის დამოწმებას მოусმენი 23 წუთი ჯოჯოხეთში. და რო უსმენდი, მთელი ჩემი მეზობლები მიდგებოდნენ თვალწინ და ფიქრობდი, როგორ უნდა გავიმეტო ეს ადამიანი ჯოჯოხეთში წასასვლელი და ან ეს ადამიანი. ერთმა გამაბრაზა ამას წინათ. ან ეს ადამიანი, რომელი უნდა გავიმეტო, ვერავის ვერ გავიმეტებ. იესომ ისე შეიყვარა ეს ადამიანები, რომ მოვიდა და მოკვდა თვითოული მათგანის გამო და მოციქული პავლე ამბობს, აი მე ველოდები, როდის გამოისახება თქვენში ქრისტე. თქვენს როდის იტკენთ სხვისი ტკივილით გულს ასე და პავლე საერთოდ ჩემს გონებას ეს არ წუდება. ნეტა მე გაუცხოვებული ვიყო ღმერთისგან და ჩემი ისრაელიანები გადარჩენილები იყვნენ. არ ვიცი ამის ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სულიწმინდა ტყუილის ჩაწერის უფლებას არ მისცემდა თავის წერილში, მაგრამ პავლემ აი ასე შეიყვარა. და ნახეთ, მისი სიყვარული როგორ გამოიხატა, ნახევარი სახარება მის დაწერილია მის საქმეებში, რამდენი რამ გააკეთა. თუ ჩვენც შევძლებთ, რომ არ დავეჭვდეთ ქრისტე იესოში, უკან არ დავიხიოთ, როდესაც დუმილის პერიოდი იქნება ჩვენს ცხოვრებაში. გავყვეთ იესო ქრისტეს ფეხდაფეხ და ვაკეთოთ მისი საქმეები და რეალურად მიუძღვნათ თავი, თაყვანი ვცეთ სულში და მიუძღვნათ ჩვენი თავი მის მსახურებას, განვიწმინდოთ ჩვენი გულები, თავი დავემდაბლოთ და გვახსოვდეს, რომ არაფერს არ ვიმსახურებთ იესო ქრისტესგან. ის დაგველაპარაკებ. ის პასუხს გაგვცემს და გამარჯვებამდე მიგვიყვანს, იმიტომ რომ აი ასე წერია იგავების 18:12-ში. დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, მაგრამ დიდებას თავმდაბლობა. რას ნიშნავს თავის დამდაბლება? აი შევედით ახლა მედალელა სადღაც კაფეში და ორი დიდი ნაჭერი ნამცხვარი მოგვართვეს და მე გადავხედე და რომელიც უფრო დიდი იყო, დავასწარე ლელას და წავართვი. თავის დამდაბლებაა? რა თქმა უნდა არ არის. ორი სკამი დგას და რომელიც უფრო რბილი და კომფორტულია, იმაში მე ჩავხტი და ლელა როგორმე დაждდება ახლა. თავის დამდაბლებაა? რა თქმა უნდა. თავის დამდაბლება ნიშნავს, როცა შენს თავს უფრო ნაკლებად შერაცხავ ვინმეზე, ვინ შენს გვერდით არის. ანუ ჯერ იმას დაარევინებ წყალს, ჯერ იმის განკურნებაზე ილოცე, ჯერ მას მოემსახურები, ჯერ მას შესთავაზებ. ერთხელ გავჭედეო, ღმერთო, კი, მაგრამ აი ასე წერია, საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ყველა მერთმანეთიო და მეთქი როგორ შევრაცხო ღმერთო, აი მე თუ კალათბურთს კარგად ვთამაშობ და თამარი ვერ თამაშობს კალათბურთს, ისე დაუშვე. როგორ თქვა, რომ თამარი ჩემზე კარგად თამაშობს კალათბურთს. თავს ხომ არ მოვიტყუებ მეთქი ღმერთო და აი უფალმა გამომიცხადა ძალიან მარტივად. არა, მე არ ვთქვი, რომ არაადეკვატური იყო და თავი მოიტყუო და არასწორი განცხადებები აკეთო. რა? უბრალოდ რაც არ უნდა კარგად თამაშობდე კალათბურთს, თამარს მოეკეცი როგორც მაიკლ ჯორდანს მოექცეოდი კალათბურთში. ყველა დროის მეფეა კალათბურთის. და მივხვდი. აუცილებელი ჩემზე კარგი იყო. მე უნდა მოგექცე ისე, როგორც ჩემზე კარგს მოვექცეოდი, ჩემზე ღირსეულს მოვექცეოდი, ჩემზე მნიშვნელოვანს მოვექცეოდი და აი აქ წერია, თუ ამას გავაპრაქტიკებთ, თუ თავს დავიმდაბლებთ, როგორც იმ კალმა დაიმდაბლა. ძაღლი ვარ უფალო, დიახ, ბატონების თქვენ ახართ, ღმერთიშვილების თქვენ ახართ, ჩემზე კარგების თქვენ ახართ, მაგრამ მაინც შენ გამოყვები, მაინც შენ მოგიძღვნე თავს, მაინც შენს თაყვანისცემაში ვიქნები, მაინც შენს სამსახურში ვიქნები და პატარა ნამცეცები მეც შემახვედრე, თქვენ გაძღებით მას მერე. ამას რო ეტყვი ღმერთს, გაზრებულად, ქმედებებში რო გამოიხატება ეს. შენს თავმდაბლობას ღმერთი გვერდს არ აუღებს. ღმერთს ის კი არ უყვარს, ეხლა ჩვენ ძაღლები გვეძახოს, მაგრამ
ეს არის მაგალითი. როგორ უნდა დავაყენოთ ჩვენს თავზე მაღლა სხვა ადამიანები. თუ კი იესო ქრისტემ დააყენა თავის თავზე მაღლა, იგივე ის მღვდელმთავრები, რომლებმაც ჯვარსაც ვესიგი და თქვა, შეიწყალე ვინაიდან არ იციან მასაკეთებები. იგივე ადამიანები, რომელთაც ფეხს ბანდა და ეუბნებოდა, თუ თქვენი მასწავლებელი და მოძღვარი, რომელიც მე ვარ, თქვენზე დიდია და სწორად ამბობთ, რომ დიდია და ფეხს გბანთ თქვენც ასე უნდა დაემდაბლოთ თქვენი თავები. მაშინ განა ჩვენ არ გუმართებს მეგობრებო. და ნახეთ იაკობის 4:7-ში წერია, დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ. ეს არის რეალური თავდაბლობა. მეოთხე ეტაპი. თუ შენ ცხოვრებაში სადღაც გაიჭედე, სადღაც წინ ვერ მიდიხარ, თხოვე ღმერთს, რომ დაგანახოს რა ეტაპზე ხარ. შეიძლება პირველ ეტაპზე ხარ, შეიძლება მეორე ეტაპზე ხარ, როცა მიუხედავად ყველაფრისა მაინც უნდა მიყვე იესო ქრისტეს. შეიძლება მესამე ეტაპზე ხარ, როცა უნდა მიუძღვნა შენი თავი ღმერთის მსახურებას და დაიმდაბლო თავი და როდესაც ამას გააკეთებ, უფალი იესო ქრისტე დაგელაპარაკება ისე როგორც დაელაპარაკა იობს, დაელაპარაკა დანიელს, დაელაპარაკა სხვა ღმერთის კაცებს და ქალებს, თანამედროვე ქრისტიანებს და შენ ცხოვრებაშიც გამოანთავისუფლებს თავის ზებუნებრივ სასწაულს. გარღვევა მოხდება და შენ იხილავ და კიდევ უფრო მეტად ირწმუნე. ოღონდ ამ შემთხვევაში გეცოდინება, რომ ყველაფერი რაც მოხდა ეს იესო ქრისტეს დამსახურება. ოღონდ ეს გზა გასავლელია. ღმერთმა ასეთი მაგალითი მოგცა, ასეთი საძირკველი დაუდო და თუ ამ საძირკველზე არ ავშენდებით მეგობრებო, ფუჭი იქნება ჩვენი მოლოდინები და მე არ მინდა რომ ფუჭი მოლოდინების გამო ჩვენ იმედგაცრუებულები აღმოჩნდეთ. უფალო იესო ქრისტე, ვაკურთხებ ბრუკლინის ეკლესიას, თითოეულ ადამიანს, ვინც ბრუკლინის ეკლესიაში წევრია თუ მოახლოებული, შორებელია თუ მახლობელი, ღმერთო, გთხოვ, დაუშვა შენი სიბრძნისა და გამოცხადების სული თითოეულ ჩვენგანზე, ღმერთო, დაგვანახო პირად ცხოვრებაში, ფინანსებში, მსახურებაში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩვენს გეგმებში, რა ეტაპზე ვიმყოფებით, უფალო, ელაპარაკე ჩვენს გულს, ელაპარაკე შენი სულით, ღმერთო, აგვიხილე თვალები, დიახ, უფალო, არაფერს ვიმსახურებთ, ღმერთო. არა ვართ, ღმერთო, ღირსი არაფრის, ღმერთო, დავიღალეთ კიდეც, დავაჭდეთ კიდეც, მაგრამ თუ შენ გაგვამაგრებ სულოწმინდა, თუ შენ აგვიხელ თვალებს, თუ დაგვანახებ, სად გვჭირდება კორექცია, ჩასწორება, წელში გამართვა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თუ მოგცემ ძალას, რომ დავინახოთ და გამოყვებით უფალო. და როდესაც ვიხილავთ გამარჯვებას, გვეცოდინება, რომ ეს გამარჯვება შენი დამსახურებაა და მთელ დიდებას მოგიძღვნით შენ, ერთადერთო და ჭეშმარიტო ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით. ამინ. უფალმა გაკურთხოთ მეგობრებო. დღეს ასე იყოს, რა ვიცი, ზეთი მომქონდა, მინდოდა რომ